დემონიზაცია, სტიგმატიზაცია, დევნა. 5 საუკუნის განმავლობაში სამ კონტინენტზე ებრაელების მიმართ მტრობა ახალ განზომილებაში გადადის. პროდიუსერი სიმონ არარიბოლიე. ეს ცრურწმენები, იდეოლოგიები, ეს ზიზღი ღრმად იყო ფესვგადგმული მე-17-18 საუკუნეებში და ამის შესახებ უამრავი დოკუმენტი არსებობს ჯვაროსნული ლაშქრობების დროიდან მე-16 საუკუნემდე, როცა კვლავ გამოჩნდა მითი რიტუალური მკვლელობების შესახებ. ეს ყველაფერი უეცრად ქრება და წარსული დავიწყებას ეძლევა. საფრანგეთის რევოლუციის დასრულების შემდეგ ისტორიაში პირველად ებრაელები მოქალაქეები ხდებიან. საფრანგეთიდან წამოსულ თავისუფლების ნიავს მთელ ევროპაში მოჰყვება იმედი. მაგრამ მალე დიდი ცვლილებების ეპოქაში ანტისემიტიზმის ახალი ფორმები ჩნდება, რასისტული და პოლიტიკური. ანტისემიტიზმი ძირითადად კრიზისის ან ცვლილებათა პერიოდში მყოფ საზოგადოებებს უტევს. ანტისემიტიზმის ისტორია ემანსიპაციიდან ჰოლოკოსტამდე 1791-1945 წლები. რეჟისორი ჯონატან აიუნი. საფრანგეთის რევოლუციას ებრაელთა ემანსიპაციის დაწყება მოჰყვა. ისინი იღებენ სამოქალაქო უფლებებს, მათ შორის უნივერსიტეტში სწავლის უფლებას. მთელ მსოფლიოში ბევრი ქვეყანა მიჰყვება საფრანგეთის მაგალითს და ებრაელებს თანასწორ უფლებიანობას ანიჭებს. ასე ხდება კანადასა და ოსმალეთის იმპერიაში, რასაც მოჰყვება ნიდერლანდები, პრუსია და გაერთიანებული სამეფო. დისკრიმინაციისა და გამანადგურებელი ფანტაზიების დასრულება უტოპიად აღარავის ეჩვენება. ინდუსტრიული რევოლუცია თანამედროვე ეპოქის დასაწყისად იქცა. ცვლილებები პირველს ინგლისს დაეტყო. ქვანახშირის წარმოება, ორთქლის ძრავის გამოგონება, რკინიგზა. ეს შესაძლებლობებისა და მნიშვნელოვანი სოციალური ძვრების სამყაროა, სადაც იქმნება კაპიტალი, ინგრევა დამკვიდრებული შეხედულებები და სადაც სულ უფრო იზრდება საშინელ სიდუხჭირეში მცხოვრები მუშათა კლასი. მე-19 საუკუნის შუახანებისთვის ებრაელებისადმი მტრობამ ახალი ფორმები მიიღო. ის ფეხს უწყობს დროს და მის ძვრებს. ანტისემიტიზმი ერთგვარ სოციალურ ფუნქციას ასრულებდა. შრომელთა ექსპლუატაციაზე პასუხისმგებლობა ებრაელებს ეკისრებოდათ. ეს მტრის ხატის შექმნისა და მის წინააღმდეგ გაერთიანების გამარტივებული გზა იყო. არსებობს გაუგებრობები, შემთხვევები, რომლებიც ნებისმიერი სახის პოპულიზმს კვებავს. ასეთია სიტყვა გამოყენება. სასოწარკვეთილი ჩაგრული მშრომელები მასში ეძებენ თავიანთი უბედურებების ახსნას. და ეს შესაძლებელს ხდის ებრაელების დაყენებას კაპიტალიზმის წინააღმდეგ სოციალისტების ბრძოლის ცენტრში. 1845 წელს ფრანგმა სოციალისტმა ჟურნალისტმა ალფონს ტუსენელმა გამოაქვეყნა ებრაელები ეპოქის მეფეები. ამ საზიზღარის სახელით მოიხსენიებ ნებისმიერ პარაზიტს, რომელიც სხვისი შრომით ცხოვრობს. თუმცა ზოგიერთი ებრაელი, მაგალითად ბანკირიც კი ხდება. ასეთი ბევრი არ არის. მაგრამ ისინი არსებობენ და ამის გამო ებრაელი ბანკთან ასოცირდება. ფული და სიმდიდრე ებრაელების ხელში სულაც არ არის, მაგრამ ხალხის წარმოსახვაში ასეა. ანუ პრაქტიკულად ძველი მითი ცოცხლდება. ებრაელის ფულთან და ძალაუფლებასთან ასოცირება შუა საუკუნეებში დაიწყო, როცა ებრაელები იძულებული გახდნენ სუვერენების სასარგებლოდ ფულის შეგროვებაში ჩართულიყვნენ. 600 წლის შემდეგ არეულობაში მყოფ ევროპაში ის კაპიტალისტი ებრაელის სახეზე და ბანკირთა ოჯახის როტშილდების დემონიზაციაზე დაფუძნებულმა თანამედროვე ეკონომიკურმა ანტისემიტიზმმა ჩაანაცვლა. 1855 წელს გერმანიაში გაჩნდა პირველი კარიკატურა ებრაელი მსოფლიოს ბატონის ნეგატიური გამოსახულებით. ეს ერთ-ერთი პირველი კარიკატურაა. ყოველ შემთხვევაში უძველესი მათ შორის, რაც მინახავს. ამშელ როტშილდი
რომელსაც მუცლის ნაცვლად მსოფლიოს რუკა აქვს, თავისი ფულის დახმარებით მართავს სამყაროს, იწვევს რევოლუციებსა და ომებს. და ეს სტერეოტიპი, რომლის მიხედვითაც ებრაელი საერთაშორისო კაპიტალიზმთან ასოცირდება, დღემდე ცოცხლობს. თანამედროვე ინდუსტრიული ეპოქა იგივე მეცნიერების ეპოქაა. ფილოსოფიურ და პოლიტიკურ სფეროებში ის ეფუძნება იდეას, რომ ინდივიდებთან დაკავშირებული ნებისმიერი მსჯელობა აბსოლუტურ ჭეშმარიტებას უნდა ეფუძნებოდეს. ამ სამეცნიერო ატმოსფეროში ანტისემიტიზმი საკუთარ თეორიას იპოვის, ბიოლოგიაზე დამყარებულს. 1853 წელს არტურ დე გობინომ დაწერა ადამიანთა რასებისადმი მიძღვნილი პირველი წიგნი. სიმპტომატურია, რომ გობინოს წიგნში წინ არის წამოწეული ახალი მითი. ეს გახლავთ მითი არიელების შესახებ. სწორედ გობინოს თან ვხვდებით თეორიას, რომ თეთრკანიან რასაში უნდა არსებობდეს კიდევ ერთი რასა, ანუ ქვერასა, არც კი ვიცი ზუსტად რა დავარქვა, იდეალური არიული რასა. არტურ გობინოს აზრით, შავკანიანები კაცობრიობის უდაბლეს საფეხურზე მდგომი კატეგორიაა. ებრაელები ყველასაგან განსხვავებულ რასას უნდა მიეკუთვნებოდნენ, გამოგონილ სემიტურ რასას, რომელიც თეთრკანიანების ქვემოთ დგას. რასისტული თეორიები ებრაელთა ინტეგრაციაზე უარის თქმის გასამართლებლად გამოიყენება, რადგან რელიგია სულ უფრო და უფრო კარგავს გავლენას. ფაქტი, რომ ისინი ქრისტიანები არ არიან, აღარაფერს ნიშნავს. ამიტომ სხვა გზაა მოსაძებნი და ისევ ისტორიულ მეთოდებს მივმართავთ. შეიძლება მათი გაქრისტიანება აღარავის ჭირდება, მაგრამ ისინი სხვა რასას მიეკუთვნებიან და ჩვენნაირები ვერასდროს გახდებიან. რასობრივი ანტისემიტიზმი თანდათან ანაცვლებს რელიგიურ ანტიიუდაიზმს, თუმცა ჯერ არც ეს უკანასკნელი გამქრალა ბოლომდე. მე-19 საუკუნის შუა ხანებში დასავლეთ ევროპაში პაპ პიუს მეცხრის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე ებრაელები ჯერ კიდევ განიცდიდნენ დისკრიმინაციას. რომში პაპი მათ 3 საუკუნის წინ დაარსებულ გეტოებში ცხოვრებას აიძულებდა. პიუს მეცხრე არის პაპი, რომელიც გამოდის რაციონალიზმისა და მოდერნიზმის წინააღმდეგ და ემხრობა საუკუნეების წინ დამკვიდრებულ ებრაელებისადმი სიძულვილის პოლიტიკას. იტალიელი ებრაელი ბავშვის ამბავი ეკლესიის მრავალსაუკუნოვან ავტორიტეტს შეარყევს. ბოლონიელი ვაჭრიშვილი ედგარდო მორტარა ოჯახის ქრისტიანმა მსახურმა მშობლების ნებართვის გარეშე მონათლა. ამის შესახებ გაიგო ქალაქის ეპისკოპოსმა და ბავშვის მრევლში შენარჩუნების მიზნით პოლიციას მისი დაკავება სთხოვა. ბავშვი ვატიკანში წაიყვანეს და პაპ პიუს მეცხვრის პირადი მეთვალყურეობის ქვეშ მოათავსეს. დაიწყო უსასტიკესი ბრძოლა. ბოლონიის ებრაელთა თემი მხარში დაუდგა ბიჭის მშობლებს და მისი გათავისუფლება მოითხოვა. საქმე იტალიის საზღვრებს ცდება და საერთაშორისო გამოხმაურებას პოვებს. ნაპოლეონ მესამე და პრეზიდენტი აბრაამ ლინკოლნი პირადად უკავშირდებიან პაპს. მორტარას საქმე გარდამტეხ მომენტად იქცა. ქრისტიანობის ისტორიაში პირველად მთელი ევროპა ერთვება ახალგაზრდა ებრაელის საქმეში. ეკლესიამ თავისუფლება მისცა ღმერთის სახელით ძალადობისთვის მიემართა ამ ახალგაზრდის წინააღმდეგ. და ეს უკვე მართლაც მეტისმეტი იყო. ამ აურზაურის შედეგად შეიქმნა ებრაელთა დაცვის პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია ებრაელთა მსოფლიო ალიანსი.
ამან არსებითი ცვლილებები გამოიწვია ევროპაში. ქრისტიანულ ანტიიუდაიზმს ღიად უკვე ვერავინ მოახვევს თავს საზოგადოებას. 1870 წელს იტალიის გაერთიანების სახალხო მოძრაობითა და მორტარას საქმით დასუსტებული პაპის იურისდიქციის ქვეშ მყოფი სახელმწიფოები იტალიის სამეფოს უერთდებიან. აქ მცხოვრები ყველა ებრაელი მოქალაქე ხდება. იმავე წელს მათ თანასწორუფლებიანობა ენიჭებათ მცირე გერმანულ სახელმწიფოებშიც. მთელ დასავლეთ ევროპაში იწყება მათი ემანციპაცია. ანტისემიტების გადასახედიდან ემანციპაციას უარყოფითი შედეგები მოყვებოდა, რადგან ებრაელების საზოგადოებისგან გამორჩევა შეუძლებელი ხდებოდა. აღარ არსებობდა განმასხვავებელი ნიშნები და ისინიც ისეთივე მოქალაქეები იყვნენ, როგორც სხვები. შეუძლებელია გაარჩიო, ვინ არის ებრაელი და ვინ არა. მათ უკვე ვეღარც ვხედავთ. არც ის ვიცით სად არიან, ესე იგი ისევ უნდა აღვადგინოთ განმასხვავებელი ნიშნები. შუა საუკუნეების ანტიიუდაიზმმა შექმნა ებრაელის უარყოფითი სახე, ქრისტიანებისგან მათ გამოსარჩევად. ამჯერად, რასობრივი თეორიების მომხრეები ახალ მეცნიერებებს, თუ ფსევდომეცნიერებებს მაგალითად კრანიომეტრიას ან ანთროპომეტრიას გამოიყენებენ ეგრეთ წოდებული რასების განსასაზღვრად და მათი იერარქიის დასაწესებლად. 1878 წელს ლონდონში ფრენსის გალტონი, რომელიც თავს ანთროპოლოგს უწოდებს, რასების განსაზღვრას ცდილობს, ის აცხადებს, რომ შეუძლია ფოტონეგატივების საშუალებით გამოარჩიოს ებრაული ტიპი. ის, რასაც გალტონის ფოტოებზე ვხედავთ, დიდად არ განსხვავდება შუა საუკუნეების გამოსახულებებისგან. აქაც ხაზგასმულია პროფილი, ცხვირი. თუმცა ამჯერად სხეულის ეს განმასხვავებელი მახასიათებლები შუა საუკუნოვანი ფოლკლორის ჩარჩოებიდან გამოდის და პრეტენზიას აცხადებს მეცნიერულობაზე, ანუ ობიექტურობაზე. სემიტური რასის შექმნის შემდეგ რასობრივი სიძულვილის მიმდევრები ახალი ტერმინით მოიხსენიებენ საკუთარ თავს. ერთ-ერთი მათგანი, ჟურნალისტი ვილჰელმ მარი, 1879 წელს ბერლინში პირველად იყენებს სიტყვას ანტისემიტიზმი. თუ კარგად დავაკვირდებით, სრულიად აბსურდული ტერმინია, რადგან არ არსებობს სემიტი როგორც ასეთი და შესაბამისად ვერც ანტისემიტიზმი არსებობს. ფაქტობრივად ეს სიტყვა ყოველგვარ მნიშვნელობასაა მოკლებული, მაგრამ ეს დაბოლოება, იზმი, მას ფსევდომეცნიერულ ღირებულებას სცემს, მეცნიერულ სახეს აძლევს. ეს სიტყვა ძალიან სწრაფად მკვიდრდება ყველა ევროპულ ენაში. ცხადია, რომ ტერმინი პასუხობს მოთხოვნას. მეფის რუსეთში ეს ტერმინი პირველად 1879 წელს გამოიყენა გაზეთმა ნოვოევრემიამ. 2 დღის შემდეგ იმავე გაზეთმა ებრაელები იმპერატორ ალექსანდრე მეორის მკვლელობაში დაადანაშაულა. ამას მთელ სახელმწიფოში ძალადობის უპრეცედენტო ტალღა მოჰყვა. რუსეთის იმპერიაში მსოფლიოს ებრაელების 80% ცხოვრობდა, რომლებსაც არ ჰქონდათ თავისუფლად გადაადგილების უფლება და შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე იყვნენ განთავსებულნი. ისინი ძირითადად რუსეთის იმპერიის მიერ ანექსირებული პოლონეთის ტერიტორიაზე სახლობდნენ. მასობრივი მკვლელობები, რომელთაც თან ახლდა სახლების ძარცვა და ნგრევა, ოდესიდან დაიწყო და მთელ იმპერიაში გავრცელდა. ამას პოგრომი ეწოდა. ეს პირველი შემთხვევაა, როცა პოგრომის ფენომენს ვაწყდებით. ეს განადგურებას ნიშნავს. მთავრობა თვალს ხუჭავს ებრაელების მიმართ ძალადობაზე და არც მაშინ აკეთებს რამეს, როცა ეს ყველაფერი ხოცვა-ჟლეტაში გადაიზრდება. (1886 წელს პარიზში გამოჩნდა წიგნი, რომელმაც ხელი შეუწყო სიტყვა ანტისემიტიზმის პოპულარიზაციას. ის მაშინვე ბესტსელერად იქცა. წიგნს ებრაული საფრანგეთი წარმოუდგენელი წარმატება ხვდა წილად. ასეთი რამ საფრანგეთში მანამდე არ მომხდარა. უამრავი სხვადასხვა გამოცემა გამოვიდა. მისი ავტორი იმ დროს არც ისე ცნობილი გახლდათ, ედუარდ რიუმონი.
ის ბოროტი გენიოსია, მაგრამ მაინც გენიოსია. წერის ყველასგან განსხვავებული მანერა და ბრალდების საოცარი ძალა აქვს. დრიუმონი ანტისემიტიზმის ფუძემდებელია. ის სრულად უარყოფს რესპუბლიკურ იდეებს, აკრიტიკებს საზოგადოებას, რომელსაც არ ეკუთვნის და ალბათ უნდა რომ ეკუთვნოდეს. მისი პირადი ცხოვრება არც ისე ბედნიერი იყო და საკმაოდ ბევრი წყენა და ბრაზი აქვს დაგროვილი. ამ რთულმა ცხოვრებამ და ბრაზმა ის ნელ-ნელა მიიყვანა ერთგვარი შავი ლეგენდის შექმნამდე, რომელიც წარმოუდგენელი წარმატებით სარგებლობდა სელინის გამოჩენამდე. საფრანგეთს საერთოდ ახასიათებს ასე ვთქვათ მემკვიდრეობითობა. ანტისემიტიზმის ეს ხაზი გაგრძელდა 1890 წლებში, 1950-შიც კი უჟადამდე. თემა, სამიზნე, გამოხატვის ფორმები და ლექსიკონი უცვლელია. უცხოელი ებრაელი, ებრაელი და ფული, საფრანგეთში დაბანაკებული ებრაელი, საფრანგეთში გავლით მყოფი მომთაბარე ებრაელი. თემა არ იცვლება და ეს ებრაელების ინტეგრაციაზე უარის თქმის თავისებური ფორმაა. ის ამბობს, რომ საფრანგეთი თავის სულს კარგავს, რომ შიგნიდან ინგრევა. ჩვენ უარი ვთქვით განათლებაზე, უარი ვთქვით მომავალ თაობაზე და ეს ყველაფერი ებრაელების ბრალია. როგორ უნდა მომხდარიყო ეს? არსებული ფაქტებისა და მოვლენების გაანალიზების ნაცვლად, იმის ნაცვლად, რომ საკუთარ თავს დავუსვათ კითხვები, გვირჩევნია ეს ყველაფერი შეთქმულებით ავხსნათ. 1894 წელს საფრანგეთის არმიაში გავრცელდა ხმა, რომ მოღალატე ინფორმაცია აწვდიდა გერმანელებს. მათ ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე დააპატიმრეს ერთი ოფიცერი, კაპიტანი დრეიფუსი. ედუარდ დრიუმონი ერთ-ერთი პირველთაგანი იყო, ვინც ეს ინფორმაცია გაასაჯაროვა თავის გაზეთში La Libre Parole. შინაარსი მარტივია. დრეიფუსი უეჭველად დამნაშავეა, რადგან ის ებრაელია. დრიუმონი ყოველ დღე კვებავს თავის პრესას, ღალატს, სახელმწიფოს, მერიტოკრატიასა და ებრაელებს შორის კავშირებით. ის ნაბიჯ-ნაბიჯ აგებს ამ ბრალდებას. გენშტაბში არის ებრაელი, ესე იგი მოღალატე ის უნდა იყოს. ბევრი გაზეთისთვის ღია ანტისემიტიზმი მყიდველთა მოზიდვის გარანტიაა. დრიუმონმა ეს იცის და თავის სიძულვილს კარგად ასაღებს სხვადასხვა პუბლიკაციებში. დრეიფუსის საქმესთან დაკავშირებით მან გამოსცა ახალი გაზეთი, ილუსტრირებული La Libre Parole, რომელიც კარიკატურების პოპულარიზაციას უწყობდა ხელს. დრიუმონი აღიარებს, რომ ეს პროექტი იმ მკითხველის მოსაზიდად მოიფიქრა, რომელიც სტატიებით ვერ დააინტერესა. ნახატების უპირატესობა ის არის, რომ მათი საშუალებით უფრო ფართო აუდიტორიას შეიძლება მისწვდე და უფრო მარტივად გადმოსცე სათქმელი. მართალია, ეს ყველაფერი ქრისტიანული მხატვრობიდან მოდის, მაგრამ ებრაელის პორტრეტი მაინც ძირითადად ამ შესანიშნავი ილუსტრაციების საშუალებით იქმნება. ეს სახე, სემიტური ნაკვთები, რომლებსაც დრეიფუსს მიაწერენ, მიუხედავად იმისა, რომ მას მსგავსი არაფერი აქვს, ქმნის ებრაელის განზოგადებულ ტიპს, რომელსაც დღემდე ვიცნობთ და ამ ყველაფერს მე-19 საუკუნის ბოლოს შექმნილ ილუსტრაციებს უნდა ვუმატლოდეთ. დრეიფუსის სკანდალის დროს ანტისემიტიზმი ფრანგული საზოგადოების ყველა სფეროში შეიჭრა და ამას არავინ მიიჩნევდა უკანონობად. ანტისემიტურ სურათებს ვხედავთ ბანკოზე, საბავშვო სათამაშოებზე, ყველგან, ყოველდღიურ ცხოვრებაში. ანტისემიტიზმი მქუხარე სახელია, რომლითაც მისი მატარებლები ამაყობენ. ეს უბრალოდ ადამიანებისთვის შერქმეული სახელი კი არა, პრეტენზიაა. მე ანტისემიტი ვარ. ევროპული პოლიტიკური პარტიები ამ სახელს საარჩევნო კამპანიებში იყენებენ. ვენაში სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი გეორგ რიტერ ფონ შონერენი ებრაელის კარიკატურით შემკული ხელჯოხით დადის. მეორე ავსტრიელი პოლიტიკოსი ანტისემიტი კარლ ლუგერი 1895 წელს პირველ მუნიციპალურ არჩევნებში იმარჯვებს.
მწერალი შტეფან ცვაიგი, რომელიც მე-20 საუკუნის დასაწყისში ავსტრიის დედაქალაქში სწავლობდა, აანალიზებს ბურგომისტრის გავლენას ადოლფ ჰიტლერზე. კარლ ლუგერი მისთვის მაგალითი იყო. სწორედ მისგან ისწავლა, როგორ გამოეყენებინა სიტყვა ანტისემიტი, რომელიც ზუსტად განსაზღვრავდა მოწინააღმდეგეს. ლუგერის არჩევის შემდეგ ვენის უდიდესი ყოველდღიური გაზეთი წუხს. ებრაელები სასოწარკვეთილნი არიან. ყველა ადგილი ანტისემიტებმა დაიკავეს. საკუთარი თვალით ვხედავდი მათ სიძულვილსა და ბრაზს. დოქტორი ლუგერი მოედანზე გამოვიდა. ჩემ გვერდით ვიღაცამ ჩაიჩურჩულა. ეს ჩვენი ფიურერიაო. ეჭვი სულ უფრო ძლიერდება. იქ სადაც ებრაელთათვის მოქალაქეობის მინიჭების დროიდან ითვლებოდა, რომ სამოქალაქო უფლებები, რომლებითაც ქალების გარდა ყველას შეეძლო ესარგებლა, მათი ინტეგრაციის გარანტია იქნებოდა. ვენაში კარლ ლუგერის არჩევა შემაშფოთებელ სიგნალად იქცა. ცხადი გახდა, რომ დემოკრატიული გზით შეიძლებოდა ხელისუფლებაში მოსულიყო ისეთი ადამიანი, ვინც ხალხის ნდობას ებრაელებზე თავდასხმისთვის გამოიყენებდა. პარიზში კორესპონდენტად მომუშავე ჰერცლი თავისი გაზეთისთვის დრეიფუსის სასამართლო პროცესს აშუქებდა. როდესაც ვხედავთ, რომ ასეთი დაწინაურებული ერი ასეთ გზას ირჩევს, რას უნდა ველოდეთ სხვა ერებისგან, რომლებსაც 100 წლის წინანდელი საფრანგეთის დონისთვისაც არ მიუღწევიათ. ერთი მხრივ ლუგერის საქმე, მეორე მხრივ დრეიფუსის. გამოსავალი თქვენ უნდა იპოვოთ. ჰერცლის ოცნებას თავისი სახელი აქვს, სიონიზმი. დრეიფუსის გასამართლებიდან 2 წლის შემდეგ თეოდორ ჰერცლმა მოიწვია პირველი კონგრესი, რომელიც ებრაელებისთვის სახელმწიფო თავშესაფრის შექმნას მიეძღვნა. იმავე დროს დრეიფუსის საქმე საერთაშორისო მოვლენად იქცა. სააპელაციო სასამართლოს დროს გადაიღეს ისტორიაში ერთ-ერთი პირველი კინოქრონიკა. ამსტერდამიდან კინოაპარატის წინაპარი კინეტოგრაფი ჩამოიტანეს. მთელ მსოფლიოს აინტერესებს ებრაელი კაპიტნის ბედი. არეულობებისა და შეკრებების თავიდან ასარიდებლად სასამართლოს სხდომა პარიზიდან მოშორებით ქალაქ რენში გადაიტანეს. ადამიანის უფლებათა დამცველ ქვეყანად ცნობილი საფრანგეთი ორად იყოფა. დრეიფუსის შემთხვევა მხოლოდ საფრანგეთში შეიძლებოდა მომხდარიყო. მხოლოდ აქ შეეძლო ებრაელს არმიის გენერალურ შტაბამდე მიღწევა. 1940-50-იან წლებამდე მსოფლიოს ვერც ერთ ქვეყანაში, მათ შორის ვერც შეერთებულ შტატებში ან ინგლისში შესწვდებოდა ებრაელი ასეთ სიმაღლეს. უნდა გავიაზროთ, რომ ასეთი ანტისემიტური განწყობა საფრანგეთის რევოლუციის შედეგების უარყოფის გამოხატულებაა. ეს საქმე მთელი მსოფლიოს მასშტაბით ბრძოლის ველად იქცა თანამედროვე ანტისემიტიზმის მქადაგებლებსა და დრეიფუსის მხარდამჭერებს შორის. ისინი კიდევ უფრო მომრავლდნენ მას შემდეგ, რაც 1898 წლის 13 იანვარს გაზეთმა ორორმა გამოაქვეყნა ზოლას სტატია სათაურით ბრალს ვდებ. დანაშაულია წამლავდე მცირეთ და თავდაბალთ და ამ დროს ეფარებოდე ოდიოზურ ანტისემიტიზმს. ეს თანდათან მოკლავს ლიბერალურ ადამიანის უფლებათა დამცველ საფრანგეთს თუ ის დროულად არ განიკურნა. ზოლას მანიფესტის გამოქვეყნების მეორე დღეს მონმარტრელი მხატვრები მულენ რუჟის წინ იკრიბებიან დრეიფუსისა და ზოლას წინააღმდეგ მანიფესტაციების საშიშ სახეს იძენს. ჩემი აზრით, ანტისემიტური მობილიზაცია მე-19 საუკუნის ევროპაში უნიკალური მოვლენაა. მანამდე გერმანიაშიც იყო ანტისემიტური გამოსვლები, მაგრამ მათ ასეთ ექსტრემიზმამდე არ მიუღწევიათ. 1898 წლის 17 მარტს პოლიციის პარიზელი ინფორმატორი წერს. ეს ცუდად დამთავრდება. მოსახლეობაში ყოველდღიურად ძლიერდება აგრესია და ეს შეიძლება ამბოხებაში და ებრაელებზე თავდასხმაში გადაიზარდოს.
1898 წლის განმავლობაში პოლიციის ბევრი ოფიცერი დაშავდა ებრაელების მაღაზიებისა და სალოცავების დაცვის დროს. თუმცა, მიუხედავად მასობრივი არეულობებისა, დრეიფუსის პროცესის განმავლობაში არც ერთი ებრაელი არ მოუკლავთ. ეს იმ დროისთვის ერთადერთი მაგალითია, როცა სახელმწიფო ებრაელებს იცავს. ყოველ შემთხვევაში ასე ამბობენ აღმოსავლეთის ქვეყნებიდან იმიგრირებული ებრაელები. დრეიფუსის საქმე ნელ-ნელა წინ მიიწევს. მისი სიმართლის დამტკიცებას დრო სჭირდება და ბოლოს 1906 წელს სააპელაციო სასამართლო დრეიფუსს უდანაშაულად ცნობს. სამართალმა იზეიმა. ეს ლამაზი დღეა საფრანგეთისთვის და რესპუბლიკისთვის. ალფრედ დრეიფუსის გათავისუფლების ამბავი მთელ მსოფლიოში ვრცელდება. და მოვლენას შტატლებშიც კი ზეიმობენ რუსეთის ამ ებრაულ სოფლებში, რომლებიც ნებისმიერი მიზეზით შეიძლება გახდნენ პოგრომის მსხვერპლი, როგორც ეს 3 წლით ადრე კიშინევში მოხდა. 1903 წლის 6 თებერვალს ერთ-ერთი გაზეთი ბეჭდავს ქრისტიანი ბავშვის მკვლელობის ამბავს და მიანიშნებს, რომ ის ებრაელებმა მოკლეს. მისი სისხლის გამოყენების მიზნით კითხველებმა ალბათ არც იცოდნენ, რომ რიტუალურ დანაშაულში ასეთი ბრალდება პირველად 2000 წლის წინ ანტიკურ ალექსანდრიაში შექმნილ სისხლის ლეგენდაში გაჟღერდა. შუა საუკუნეების ინგლისში გაცოცხლებულ ამ ლეგენდას მუდმივად იყენებენ ებრაელების წინააღმდეგ და სწორედ ის ხდება მე-20 საუკუნის პირველი დარბევის მიზეზი კიშინევში. კიშინევის დარბევას სხვებისგან განსხვავებით საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა. მთელი პრესა ამაზე ალაპარაკდა. ჩვენ გვაქვს ფოტოსურათები დარბევის ადგილიდან. ამ ყველაფერს მაშინვე მოჰყვა საერთაშორისო რეზონანსი. რუსეთში მცხოვრები ებრაელების ბედი სერიოზულ პრობლემად იქცა შეერთებული შტატებისა და სხვა ქვეყნებისთვის. დარბევის მეორე დღეს ადგილზე დიდი პოეტი ხაიმ ბიალიკი ჩადის ამერიკული ორგანიზაციის სახელით. ის გადარჩენილთა ჩვენებებს აგროვებს და ამის შემდეგ წერს პოემას ივრითზე. იმღერეთ უხეში ხმით, ო მათხოვარო მომღერლებო, ითხოვეთ მოწყალება. ყველგან უცხო ფანჯრების ქვეშ, ნაცემი ძაღლებივით, თუ მორჩილი ყმებივით. ის აკრიტიკებს საზოგადოების ტრადიციულ რეაქციას და სვამს კითხვას. ახლა რას ვაპირებთ? თელ მსოფლიოს უნდა ვუჩვენოთ ჩვენი ტანჯვა და ვემუდაროთ, რომ შეგვიბრალონ? ვიწუწუნოთ როგორც ყოველთვის, რომ საერთაშორისო სიბრალური დავიმსახუროთ? არა, არავის იმედი არ უნდა გქონდეს. უნდა გამოვიღვიძოთ და ერთმანეთი გავამხნევოთ. ანუ ასე ვთქვათ, დრო და ადგილი შევცვალოთ. საკმარისია. გაიქეცი ძმაო. სამუდამოდ გაიქეცი. პოემის ეს ნაწილი შეიძლება ითქვას რევოლუციურია. ეს მსოფლიო ლიტერატურის იმ იშვიათ ნიმუშთაგანია, რომელიც ადამიანებს აიძულებს შეცვალონ თავიანთი ქმედებები და შეხედულებები. მეფის რუსეთს ასობით ათასი ებრაელი ტოვებს. ისინი მიდიან ქვეყნებში, სადაც დისკრიმინაციას აღარ განიცდიან, საფრანგეთში, ინგლისში. განსაკუთრებით კი შეერთებულ შტატებში. მათი მცირე ნაწილი ბიალიკის მსგავსად ოსმანთა მიერ მართულ პალესტინაში სახლდება. ისინი საკუთარი დამოუკიდებელი ებრაული სახელმწიფოს შექმნისკენ მიისწრაფვიან. მათი აზრით, მხოლოდ ასე გასცემენ პასუხს ანტისემიტიზმს. ებრაელი ხალხისთვის მუდმივი თავშესაფრის აშენებით, როგორც თეოდორ ჰერცლი ოცნებობდა. სხვები რუსეთში რჩებიან, თავიანთ თემს აძლიერებენ და ღრმად სწამთ, რომ მათი ხსნა მხოლოდ რელიგიაშია. მათი ნაწილი თვლის, რომ იმპერიისგან არაფერს უნდა ელოდნენ,
მაგრამ რუსეთი ბევრს მისცემს მათ. ისინი რევოლუციურ მოძრაობაში ერთვებიან. 1917 წელს პირველი მსოფლიო ომის დროს მეფის რეჟიმი დაემხო და ძალაუფლება რევოლუციურმა კომუნისტურმა მოძრაობამ ჩაიგდო ხელში. რამდენიმე წლიანი სამოქალაქო ომის შემდეგ შეიქმნა საბჭოთა კავშირი. დამონებული ყოველგვარ სამოქალაქო უფლებებს მოკლებული ებრაელებისთვის საბჭოთა სახელმწიფოს შექმნა იმედის ნაპერწკლად იქცა. იმ დროს საბჭოთა კავშირისთვის ყველაფერი შეიძლებოდა გეწოდებინა გარდა ანტისემიტური რეჟიმისა. ეს გახლდათ მსოფლიოში პირველი სახელმწიფო, სადაც ანტისემიტიზმი ისჯებოდა. კაპიტალისტები ცდილობდნენ სიძულვილი დაენერგათ სხვადასხვა აღმსარებლობის მშრომელებს შორის. ებრაელების უმეტესობა მუშათა კლასის წარმომადგენელია. სირცხვილი მათ, ვინც ებრაელებისა და სხვა ერებისადმი სიძულვილს თესავს. იმ დროს არსებობდა ოცნება ეროვნებად შორისი ქორწინებების გზით ერთიანი საბჭოთა ერის შექმნის შესახებ. და ებრაელებისთვის ეს გათავისუფლების ტოლფასი იყო. ოცნება ემანსიპაციაზე, რადგან ეს ის თაობა გახლდათ, რომელიც წინამორბედებივით შტეტლების სამყაროში ხრჩობოდა. სოციალური აღმასვლა ბევრად უფრო სწრაფი და პოზიტიური იყო ვიდრე საფრანგეთში. მიუხედავად ჩემი პატევისცემისა საფრანგეთის რევოლუციისადმი. საბჭოთა კავშირში 20 წლის განმავლობაში ებრაელებმა საბჭოთა ხელისუფლების უმაღლეს საფეხურებამდეც მიაღწიეს. ბოლშევიკებს შორის ებრაელების არსებობას თავის სასარგებლოდ გამოიყენებენ კონტრრევოლუციური ძალები. ისინი რუსეთის მოსახლეობაში ანტისემიტიზმის გაღვივებას ცდილობენ. არაებრაული წარმომავლობის კონტრრევოლუციონერი ალფრედ როზენბერგი რევოლუციის დროს მოსკოვის საიმპერატორო სკოლაში სწავლობდა. 2 წლიანი სამოქალაქო ომის შემდეგ ის რუსეთიდან გარბის. ალფრედ როზენბერგი გერმანიაში 1919 წელს ჩადის. ის აღშფოთებულია რუსეთის რევოლუციის შედეგებით. ახალ მთავრობაში ებრაელები შედიან. მათ შორის ყველაზე ცნობილი ტროცკია. ლენინზეც აქვთ ეჭვი, რომ ის ებრაელია. შესაბამისად, ბოლშევიზმი მისთვის ებრაელების დასაცავი იარაღია. როგორც თავის დროზე მასონობა იყო. ეს ახალი პოლიტიკური იარაღია. როზენბერგი თავის კონსპირაციულ ხედვას მეფის პოლიციის მიერ 20 წლის წინ 1903 წელს დაწერილი წიგნით სიონის ბრძენთა ოქმებით ამყარებს. მსოფლიო ბატონობის მსურველი ებრაელების შეთქმულების ამსახველი ეს სიყალბე არც ისე პოპულარული იყო, სანამ ის მეორე დარგა მოიცა 1918 წელს. ალფრედ როზენბერგმა გერმანიაში ჩასვლისთანავე აამოქმედა სიონის ოქმები. თავად როზენბერგი აქტიურად მონაწილეობს კამპანიაში და თავისი კომენტარებით ამყარებს აზრს, რომ ებრაელები პირველი მსოფლიო ომის შემდგომი გერმანიის წინააღმდეგ შეთქმულებას აწყობენ. თუ გერმანელი ნაციონალისტი ხარ, 1919 წელს, რა თქმა უნდა, შეთქმულების ეს თეორია ძალიან გამოგადგება. ახლა გვაქვს ტექსტი, რომელიც მთელ ისტორიას გადმოგვცემს როზენბერგის ინტერპრეტაციით. ეს ყველაფერი სულ ახლახან მომხდარი ამბავია და ამით აიხსნება გერმანიის დამარცხება და დამცირება. ასევე რომანოვებისა და ჰაბსბურგების სამეფო ტახტების დამხობა. ანუ სამი იმპერიის განადგურება ამ ომის დროს. ის გრძელ რეცენზიას წერს სიონის ბრძენთა ოქმებზე, სადაც ამტკიცებს, რომ სწორედ ამით აიხსნება ის, რაც მოხდა. წიგნმა წარმატება მოიპოვა და როზენბერგმა 1920 წელს დაწერა. ოქმების გერმანიაში გამოცემას წარმოუდგენელი აჟიოტაჟი მოჰყვა. მილიონობით ადამიანმა ერთბაშად აღმოაჩინა მასში იმ ყველაფრის ახსნა, რაც აქამდე გაუგებრად ეჩვენებოდათ. მას პოლიცია უთვალთვალებს. ერთ-ერთ მოხსენებაში ვკითხულობთ. როზენბერგი
ყველანაირად ცდილობს ულტრამემარჯვენე ანტისემიტების დარწმუნებას სიონის ბრძენთა ოქმების ისტორიაში. როზენბერგის პროპაგანდა ძალიან სწრაფად აიტაცეს. მიუნხენში დაბანაკებულმა რადიკალურმა მემარჯვენე დაჯგუფებებმა, რომელთაგან ერთ-ერთი მოგვიანებით ნაციონალ-სოციალისტურ გერმანულ მუშათა პარტიად იქცა. ის მიუნხენში მიემგზავრება და იქ ხვდება გერმანიის არმიის ვეტერანს ადოლფ ჰიტლერს. ადოლფ ჰიტლერი იმ დროს უკიდურესი მემარჯვენე აგიტატორი იყო. გერმანიაში მტკიცედ დამკვიდრებული რასობრივი ანტისემიტიზმით გატაცებული, ის იყენებს ინფორმაციას, რომელსაც მისი აზრით ოქმებში აღმოაჩენს. იმ დღიდან, როცა ეს დოკუმენტი ხალხის სამაგიდო წიგნად იქცა, ებრაული საფრთხის თავიდან აცილება შესაძლებელი გახდა. 1920 წელს ის აარსებს ნაცისტურ პარტიას და მიზნად ისახავს გახდეს ებრაელებისგან მომდინარე ორმაგი კაპიტალისტური და რევოლუციურ ბოლშევიკური საფრთხის წინააღმდეგ მებრძოლი ძალების ლიდერი. მთელი ბიოლოგიური დისკურსით შთაგონებული, ის რასისტულ იდეებს ამ შეთქმულების თეორიასთან აერთიანებს. ჰიტლერი პრაქტიკულად ქმნის რაღაც ურჩხულის მსგავს არსებას, სახელად ებრაელს. მისთვის ებრაელები ერთი სხეულის ნაწილები არიან, იმ სხეულისა, რომელიც მართავს სამყაროს. ის ამბობს, ებრაელი გამოიყენებს ნებისმიერ საშუალებას მსოფლიოს სამართავად. მისთვის სულ ერთია, რა იქნება ეს ბოლშევიზმი, კაპიტალიზმი თუ ტრადიციული საზოგადოება. ეს ყველაფერი მხოლოდ ძალაუფლების მოპოვების საშუალებებია. ეს, რა თქმა უნდა, ახალი საფეხურია ანტისემიტიზმის ისტორიაში. ებრაელის განმარტება ადვილი არ არის. ჩვენ არ ვიცით ეს ერია თუ რელიგია. იმისთვის რომ ებრაელი იყო, არ არის სავალდებულო ისრაელში იცხოვრო, ან ებრაულად ილაპარაკო. არ არის სავალდებულო იყო ებრაული თემის წევრი, წამდეს ღმერთის, იყო რელიგიური. ანუ ეს ყველაფერი თავად ანტისემიტიზმიდან მოდის. ებრაელი კი მისთვის იოლის ამიზნია. ერთ მაგალითს მოვიყვან. რა კავშირია როტშილდსა და ტროცკის შორის? მათ ერთმანეთთან ლაპარაკიც კი არ შეუძლიათ. ყველას თავისი გზა აქვს. შეგვიძლია ვისაუბროთ სიონის ბრძენთა ოქმებზე, ფანტაზიაზე, სოფლიოს მართვის შესახებ. სწორედ ეს არის ანტისემიტიზმის წყარო. 1920-იანი წლების დასაწყისში ნაცისტური პარტია არც ისე დიდი გახლდათ. ეს იყო ერთ-ერთი იმ მრავალრიცხოვან მოძრაობათაგანი, რომლებიც ვაიმარის ახალგაზრდა რესპუბლიკის შერყევას ცდილობდნენ. სულ უფრო ხშირდებოდა ამბოხების მცდელობები და პოლიტიკური მკვლელობები. 1922 წელს საგარეო საქმეთა მინისტრი ვალტერ რატენაუ, პირველი ებრაელი, რომელმაც მინისტრის სავარძლამდე მიაღწია, ანტისემიტების სამიზნე გახდა. 24 ივნისის ულტრამემარჯვენე აქტივისტმა მოკლა. დაიწყო პოლიციის ფართომასშტაბიანი ოპერაცია. დამნაშავეებს აკავებენ და ნაციონალისტური ორგანიზაციების უმეტესობა პარალიზებულია. ანტისემიტიზმს ყველა ერთსულოვნად გმობს. რატენაუს მკვლელობას მთელ გერმანიაში უზარმაზარი დემონსტრაციები მოჰყვა. მათ შორის მილიონიანი დემონსტრაცია ბერლინში. მსგავსი რამ არასდროს გვინახავს. ეს ძალიან დამამშვიდებელია, რადგან გამოდის, რომ ულტრამემარჯვენეები უმცირესობაში არიან და მათ ყველა მკაცრად გმობს. ეს ფაქტი ფრთხილად უნდა შევაფასოთ. დიახ, ვალტერ რატენაუს დაკრძალვაზე ხალხი ქუჩაში გამოდის. რა თქმა უნდა, არიან ანტისემიტიზმის მოწინააღმდეგეები. მაგრამ ამან არ უნდა შეგვაცდინოს. არსებობს საზოგადოების ნაწილი, რომელიც ამართლებს ამ მკვლელობას და მკვლელებს პატრიოტებად მიიჩნევს. ჩემთვის ეს გადამწყვეტი ფაქტორია. 1920-იანი წლების დასაწყისში ებრაელთა საკითხი სერიოზული დებატებისა და დაძაბულობის გამომწვევი იყო ისეთ ქალაქებში, როგორიცაა მიუნხენი, ვენა და ბერლინი. ანტისემიტიზმი იმდენად იყო გავრცელებული, რომ მას თავიდან ვერ აიცილებდი.
და ამ დროს ებრაელები გერმანიის მოსახლეობის მხოლოდ 1%-ს შეადგენდნენ. საზოგადოებები მთელ ევროპაში სულ უფრო ინტენსიურად ეძებენ სიძულვილის კამპანიებისგან თავის დასაცავ გზებს. და ამ ბრძოლას თავისი წვლილი შეაქვს კულტურის განვითარებაში. ვენაში დიდი წარმატება მოიპოვა ანტისემიტიზმის საწინააღმდეგო სატირამ ქალაქი ებრაელების გარეშე. ამ სიუჟეტზე ფილმიც გადაიღეს. ფილმში ქალაქ უტოპიად წოდებული ვენის მერი ებრაელებს აძევებს. ზომები უნდა მივიღოთ. გვთავაზობთ ქალაქიდან ებრაელების გაძევებას. იწყება ეკონომიკური კრიზისი. თავის გადასარჩენად ხელისუფლება დამნაშავეების ძებნას იწყებს, მაგრამ განტევების ვაცს ვეღარ პაულობს. საბოლოოდ ხელისუფლება იშლება და ებრაელებს უკან აბრუნებენ. თუ წიგნსა და ფილმს ბედნიერი დასასრული აქვს, რადგან ებრაელები ისევ ბრუნდებიან, მათი ავტორის ჰუგო ბეტაუერის დასასრული სულაც არ იყო ბედნიერი. ის ვენაში მოკლეს ულტრამემარჯვენეებმა 1925 წელს. ნაციონალ-სოციალისტური რეჟიმის დაწყებამდე დიდი ხნით ადრე. საფრანგეთში დრეიფუსის საქმესთან ერთად დაწყებული პოლიტიკური ბრძოლა ახალ ფორმას იძენს. 1927 წელს პარიზში საფრანგეთში ემიგრირებული რუსი ებრაელი სამუელ შვარცბარდი რესტორანში ხვდება უკრაინის ყოფილ პრეზიდენტს სიმონ პეტლიურას, რომელსაც დარბევებსა და მისი ოჯახი სამოწყვეტაში ადანაშაულებს. შვარცბარდი შინ მიდის. იღებს რევოლვერს და რესტორანთან ელოდება. პეტლიურა გარეთ გამოდის. პეტლიურა ხართ ეკითხება შვარცბარდი. პეტლიურა მიდის, ის კი უკან მიხვდება და ესვრის. შვარცბარდის ადვოკატი ანრი ტორესი სასამართლო პროცესს ანტიებრაული დევნის საწინააღმდეგო ფორუმად აქცევს. ანრი ტორესმა თავაზიანობა გამოიჩინა, მოვიდა და გაიხსენა მის მიერ 1927 წელს წარმოთქმული სიტყვა. ადგილს მას ვუთმობ. შვარცბარდი მართალი იყო. როცა მოკლა რა პეტლიურა განაცხადა, მე მკვლელი მოვკალი. დიახ, მკვლელი. რადგან რა არის პოგრომო? პოგრომი მკვლელობის დემაგოგიაა. ამ სასამართლო პროცესზე თქვენ შეუერთდებით არა მხოლოდ ყველაზე დიდ ფრანგულ ტრადიციას, არამედ ჩვენი რასის ხორციელ ინსტინქტს, თანდაყოლილ ინსტინქტს. ეს ინსტინქტი ნიშნავს, რომ ჩვენ გვინდა მივცეთ თავისუფლება, სამართალი და ღირსება ყველა ადამიანს, ვინც უნდა იყოს ის. სასამართლომ შვარცბარდი უდანაშაულოდ ცნო. ანტისემიტიზმის ისტორია განუყოფელია ანტისემიტიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ისტორიისგან. შეუძლებელია ერთ მხარეს იყვნენ ადამიანები, რომლებიც ისტორიას ქმნიან, და მეორე მხარეს სრულიად პასიური ადამიანები. მოქმედი პირები ხშირად ეცემოდნენ, მაგრამ ცდილობდნენ ღირსება შეენარჩუნებინათ და შეეჩერებინათ ის, რაც ხდებოდა. შვარცბარდის სასამართლოს შემდეგ მოწმეები ანტისემიტიზმის წინააღმდეგ საერთაშორისო ლიგას აარსებენ. ეს ლიგა ანტისემიტიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მამოძრავებელი ძალა გახდება. საჭიროა ქუჩაში გამოსვლა, ხმაური სატეხვა, აქციების გამართვა და ლიგა სწორედ ამას აკეთებს. ებრაელები და არაებრაელები ერთად იბრძვიან ანტისემიტიზმისა და ასევე დევნის სხვა ფორმების წინააღმდეგ. 1920-იან წლებში გერმანიაში იმართებოდა ანტისემიტიზმის საწინააღმდეგო მასობრივი აქციები.
როგორ უნდა დავიცვათ თავი ანტისემიტიზმისგან და როგორ უნდა შევაჩეროთ ის? ცხადია, ებრაელებს პირველ რიგში საკუთარი თავის დაცვა უნდოდათ. გარდა ამისა, გერმანიის საზოგადოება კოლექტიურ დონეზეც კი ცდილობდა ანტისემიტიზმის შეკავებას. 1930 წელს ანტისემიტიზმი ჯერ კიდევ ძალიან შეზღუდული იყო. 1928 წლის არჩევნებზე ნაცისტებმა ხმების მხოლოდ 2,8% მიიღეს. ეს ძალიან პატარა პარტია გახდათ. ასე რომ 1930 წლის ევროპა საკმაოდ კეთილგანწყობილია ებრაელების მიმართ. თუმცა რამდენიმე წელიწადში ყველაფერი შეიცვლება. – 1933 წლის 30 იანვარს ხელისუფლების სათავეში ჰიტლერი მოდის. ფილოსოფოსი ვალტერ ბენიამინი ტოვებს ბერლინს და წერს: დარწმუნებული ვარ, რომ პანიკას არ ავყოლილ ვარ. ალბერტ აინშტაინი, რომელიც შეერთებულ შტატებში მოგზაურობს, აცხადებს: მასების ფსიქიკურმა დაავადებამ გაიმარჯვა. ის აღარასოდეს დაბრუნდება გერმანიის მიწაზე. გერმანიაში ანტისემიტური პარტიის გამარჯვება შოკში აგდებს მთელი მსოფლიოს ებრაელებს. რატომ? იმიტომ რომ ჩვენ შეჩვეული ვიყავით ანტისემიტიზმს რუსეთსა და პოლონეთში. დარბევებს, მაგრამ ჯერ არც ერთი სახელმწიფო არ ყოფილა ოფიციალურად ანტისემიტური. და უცებ ჩნდება ქვეყანა, რომელიც ანტისემიტიზმს ოფიციალურ დოქტრინად იღებს და მას არც მალავს. 1935 წლის 15 სექტემბერს ქალაქი ნიურნბერგი ნაცისტური პარტიის ყოველწლიურ კონგრესს მასპინძლობს. საღამოს 8 საათზე რაიხსტაგი ბერლინის შტაბ-ბინიდან მოშორებით საგანგებო სხდომას მართავს. ჰიტლერი რაიხსტაგს რასის შესახებ კანონების მიღებას თხოვს. ნიურნბერგის კანონები გარდამტეხი წერტილი ხდება. მანამდე მიღებული ჰქონდათ არაერთი კანონი, რომლებიც ებრაელების სხვადასხვა სექტორიდან და საერთოდ გერმანული საზოგადოებიდან მოკვეთას ემსახურებოდა. ნიურნბერგის კანონმა კი ამ ყველაფერს ოფიციალური სახე მისცა და ებრაელები მეორე ხარისხოვან მოქალაქეებად გამოაცხადა. რასის კანონებმა ნაცისტების თვალში ლეგიტიმურობის დამახინჯებული წარმოდგენა შემოიტანეს. მათ რადიკალური ცვლილებები გამოიწვიეს გერმანული საზოგადოების არაებრაული უმრავლესობის ცხოვრებაში. მაგალითად, შესაძლებელი გახდა დაესაჯათ ნებისმიერი, ვინც ებრაელებთან მუშაობდა. 1935 წლიდან კანონით ისჯებოდა ნებისმიერი სახის სქესობრივი კავშირი ებრაელსა და არაებრაელს შორის. აიკრძალა ქორწინება ებრაელებსა და სხვა ერებს შორის. ნიურნბერგში ნაცისტების ანტიებრაული პოლიტიკის ახალი ეტაპი იწყება და ამასთან ახლავს გაძლიერებული პროპაგანდა. ნაციონალ-სოციალისტებმა ანტიიუდაიზმის სხვადასხვა ასპექტების შეკრიბეს და გააერთიანეს. ფაქტობრივად ისინი მთელ კვლევით ინსტიტუტებსა და ანალიტიკურ ცენტრებს ქმნიან თეოლოგიის შესასწავლად და მაგალითად ებრაელების საკითხზე ადრეული ქრისტიანული სწავლებებიდან შთაგონების მისაღებად და მათ გამოსაყენებლად ისინი ხელახლა აქვეყნებენ ეგვიპტურ ნაშრომებს ებრაელების შესახებ, რათა შექმნან იდეების ერთგვარი უწყვეტი ხაზი, რომელიც მათ იუდაიზმის უძველესი და ჭეშმარიტი ხედვის გამგრძელებლის სტატუსს მიანიჭებს. აშკარაა, რომ ნაცისტები სწორედ ამ რიტორიკით იყვნენ შთაგონებული. ისინი კარგად იცნობდნენ შუა საუკუნეების ანტიებრაულ ხელოვნებას. სამკერდე ნიშნის იდეაც შუა საუკუნეების ანტიებრაული კარიკატურიდან აიღეს, ოღონდ ცოტა სხვა ფორმით. ევროპაში პირველი განმასხვავებელი ნიშანი მე-13 საუკუნეში გაჩნდა. ყვითელი რგოლი. იმ დროს ყვითელი ეშმაკის ფერად მიიჩნეოდა. ნაცისტებიც ამ პრინციპს იცავენ. დავითის ვარსკვლავს იუდეის მეფის ფარის სიმბოლოს ისინი ებრაელების სტიგმატიზებისთვის გამოიყენებენ.
ისინი იუდაიზმს ხელოვნების მათთვის არასასურველი დარგების გასაკრიტიკებლად იყენებდნენ. ასეთი იყო მაგალითად დეგენერაციული ხელოვნების გამოფენა. 1937 წლის ივნისში რაიხმა თანამედროვე მათი განმარტებით დეგენერაციული ხელოვნების ათასობით ნიმუშის კონფისკაცია მოახდინა და მთელი კოლექცია მიუნხენის დიდ საგამოფენო დარბაზში გამოფინა, როგორც ებრაელ ხელოვანთა საშიში ნაწარმოებები. სინამდვილეში ამ ხელოვანთა მხოლოდ 5% თუ იქნებოდა ებრაელი. ამრიგად თქვენ ხედავთ, რომ გერმანელებს გადაწყვეტილი აქვთ ანტიიუდაიზმი გამოიყენონ როგორც კრიტიკული დისკურსი და ის თანამედროვე საზოგადოების ყველა ასპექტს მოარგონ. გერმანული უნივერსიტეტის ნებისმიერი განყოფილების გაკრიტიკება შეიძლებოდა მეტისმეტად ებრაულობის ან არასათანადოდ გერმანულობის მოტივით. 1938 წლის 9 ნოემბერს რაიხის მესვეურები აწყობენ ეგრეთ წოდებულ კრისტალ ნახტს, ანუ დამსხვრეული ვიტრინების ღამეს. საფრანგეთში ნაცისტი დიპლომატის მკვლელობისთვის შურისძიების მოტივით ასობით მაღაზიის ფანჯრებს ამტვრევენ და უამრავ სინაგოგას წვავენ. აპატიმრებენ და საკონცენტრაციო ბანაკებში გზავნიან 30,000 ებრაელს. ძალადობის ასეთი გამოვლინების წინააღმდეგ არც სასამართლო, არც არმია და არც ეკლესია ხმას არ იღებს. ანტისემიტიზმში არის რაღაც, რაც ძალიან რთული აღსაქმელია. გულისხმობ იმას, რომ მის წინააღმდეგ მხოლოდ საწყის ეტაპზე იბრძვიან. როგორც კი ანტისემიტიზმი ძალას იკრებს, დაცვა სუსტდება. მეგობრები ჩუმდებიან, ან აზრს იცვლიან. ხვდებით? და ებრაელები უცებ მარტო რჩებიან. 1938 წლის ბერლინი, ტროტუარზე 7 ებრაელი მიდის. უცებ იმავე ტროტუარზე ორი გერმანელი გამოჩნდება და ერთ-ერთი ებრაელი ამბობს: მოდი მეორე მხარეს გადავიდეთ. ისინი ორნი არიან. ჩვენ კი მარტო ვართ. რა აიძულებს ადამიანებს დაემორჩილონ ძალას, რომელიც მათ ასეთ გაუაზრებელ ქმედებებს გარდახობს? რით აიხსნება ეს? როგორც დღეს ვიტყოდით, მოსახლეობის სრულიად უმნიშვნელო ჯგუფის მიმართ აგრესიის ვირუსული ბუნება? როგორ ხდება ეს? როგორ შეიძლება ის, რაც რამდენიმეს პრივილეგია იყო, ბევრის პრივილეგიად იქცეს? ამ ფენომენით მოგვიანებით ფროიდიც დაინტერესდება, რადგან ეს ყველაფერი ნამდვილად საჭიროებს ახსნას. 1938 წლის 4 ივნისს ავსტრიის რაიხთან შეერთებიდან 4 თვეში ზიგმუნდ ფროიდი ვენის დატოვების ნებართვას იღებს. ის თავს აფარებს ლონდონს, სადაც ჟურნალისტი ართურ კესტლერი მას ანტისემიტიზმზე სტატიის დაწერას თხოვს. იცით, მათ უბრალოდ გაათავისუფლეს ჩვენს ცივილიზაციაში დაგროვილი აგრესიის ძალა. ანტისემიტიზმი მტკივნეული თემაა ფროიდისთვის. ის საკმაოდ დაიტანჯა ამ ყველაფრის გამო, ამ წნეხის ქვეშ უწევდა ცხოვრება. ფროიდი ზუსტად განსაზღვრავს ფორმულას, როგორც თავად ამბობს, ადრეულ ასაკში გამოსცა და როგორია, როცა კომპაქტური უმრავლესობა თავს გარიდებს. ის ამბობს, ჩვენ ბევრად უფრო მეტად ვძულს, ბევრად მეტად გვეზიზღება, ვიდრე თქვენ. ანუ თითქმის თქვენნაირები ვართ. რა არის მკაფიოდ განსხვავებული? ის რომ თითქმის შენნაირი გემუქრება, სარკეში ჩემი გამოსახულება მე და მეორე მე ვართ. რომელიც მე არ ვარ. ის მეორე მე სარკიდან მემუქრება, რადგან ის ჩემნაირია. 1933-დან 1939 წლამდე გერმანიაში მცხოვრები 600,000 ებრაელიდან თითქმის ნახევარი გაიქცა. თუმცა დასავლეთის ქვეყნებში მათ არც ისე ხალისით იღებდნენ. გემების ზღვებში ცურავდნენ ისე, რომ ზოგჯერ ნავსადგურს ვერ პოულობდნენ. ყველასთვის ცნობილია სენ ლუისის ოდისეა, რომელმაც ვერც კუბაზე და ვერც შეერთებულ შტატებში შეძლო მგზავრების გადასხმა და იძულებული გახდა ევროპაში დაბრუნებულიყო.
1938 წლის მაისში გერმანიაში დაახლოებით 250,000 ებრაელი ცხოვრობდა. ავსტრიაში კი 150,000-მდე. სულ 400,000 ებრაელი. წარმოიდგინეთ, რომ ყოველ მათგანს უნდოდა ქვეყნიდან წასვლა და მთავრობაც იზიარებს მათ სურვილს. თუ ებრაელმა ფინანსისტებმა ევროპაში თუ სხვაგან ხალხები მსოფლიო ომში უნდა ჩაითრიონ, გამოსავალი დედამიწაზე ბოლშევიზმის დამყარება და ებრაელების გამარჯვება კი არა, არამედ ევროპაში ებრაული რასის განადგურება იქნება. ომის დროს ევროპის კონტინენტის დაპყრობასთან ერთად ებრაელებს ითვლიან. ძარცვავენ. შემდეგ კი ფორმდება პროექტი, რომლის მიხედვითაც ისინი ერთიანად უნდა ამოჟლიდონ. გამონაკლისის გარეშე ბავშვებიც და მოხუცებიც. იქ, სადაც ცხოვრობენ, სანამ ევროპის 4-ვე კუთხეში დაიწყებენ მათ ძებნას. 6 წლის მანძილზე ჩვენი ხალხის 1/3, 6 მილიონი ადამიანი მოკლეს. არა იდეოლოგიის, არა რელიგიის, არა ტერიტორიის, ან ეკონომიკური პრობლემების გამო. ჩვენ ისე გვიყურებდნენ, როგორც მიკრობებს და მიკრობებივით გვანადგურებდნენ. ჰიტლერმა ნამდვილი გენოციდი მოუწყო იუდაიზმის ამ ცოცხალ წყაროს. ეს მკვდარი სამყაროა. აი რა არის. ანტისემიტიზმის ისტორია. ანტისემიტიზმის ახალი სახეები 1945 წლიდან დღემდე. რეჟისორი ჯონათან აიუნი. პოლონეთი 1945 წელი. (1945 წლის იანვარში ბერლინისკენ მიმავალი წითელი არმია შემთხვევით პოულობს აუშვიც-ბირკენაუს ბანაკს. ეს მესამე რაიხის უდიდესი საკონცენტრაციო და სიკვდილის ბანაკია. მეორე მსოფლიო ომის დროს 6 მილიონი ებრაელი დაიჭირეს, აწამეს და დახოცეს, დახვრეტისა თუ გაზით მოწამვლის გზით. ფაქტობრივად, ევროპელი ებრაელების 2/3 ამოხოცეს. ზოგი გადარჩენილი დღესაც ცოცხალია. მათ უმეტესობას ოჯახის წევრები ჰყავს დაკარგული. მიუხედავად ამისა, ბევრ მთავრობას არ სურს აღიაროს, რომ ებრაელები გაცილებით მეტად დაიტანჯნენ ვიდრე სხვა ერები. გადარჩენილთა უმეტესობას დაბრუნებასთან დაკავშირებით არც ისე სასიამოვნო მოგონებები აქვს. მათ თბილად არავინ დახვედრია. მამაჩემიც იმ სიკვდილის ბანაკიდან გაათავისუფლეს 1945 წლის მაისში და როცა თავის მშობლიურ ქალაქში დაბრუნდა აუშვიცის მახლობლად, მის სახლში პოლონელები ცხოვრობდნენ. მათი რეაქცია ასეთი იყო. რა? ებრაელები გადარჩნენ და ახლა უკან ბრუნდებიან? და ასეთი შემთხვევები ხშირი იყო. ომის დასრულების შემდეგ ჰოლოკოსტს გადარჩენილი 240,000 ებრაელი დაბრუნდა პოლონეთის ქალაქებსა და სოფლებში. 1939 წელს მათი რიცხვი 3,5 მილიონს შეადგენდა. ომამდე კელცეში 240,000 ებრაელი ცხოვრობდა, აქედან მხოლოდ 200, ანუ 1%-ზე ნაკლები გადარჩა.
უკან დაბრუნებულებს სახლები პოლონელების მიერ დახვდათ დაკავებული. 160 მათგანი ებრაულმა საზოგადოებამ დააბინავა მათთვის ნაყიდ შენობაში. ამ ადამიანებს ცხოვრების თავიდან დაწყება უწევდათ. მათი დაბრუნებიდან ერთი თვის შემდეგ ქალაქში გავრცელდა ჭორი თითქოს ებრაელებმა პატარა ბიჭი მოიტაცეს და ამ შენობაში ჰყავდათ დამწყვდეული. როგორც ამბობდნენ, ბავშვის სისხლის გადასხმა იყო აუცილებელი სიკვდილის ბანაკებიდან გამოსულთა გადასარჩენად. დაკარგული ბავშვის მშობლებმა ქარხნის მუშებს შეატყობინეს და შუა დღისას შენობის წინ შეიკრიბნენ. ასე დაიწყო კელცეს პოგრომი. ხალხი შენობაში შეიჭრა. დავინახე, როგორ გადმოვარდა აივნიდან მოკლული ქალი. მერე ხალხის მდინარეში გადაყრა დაიწყეს. მდინარესთან მიმწყდეულებს ჯოხებს ურტყამდნენ. კელცეში გავრცელებული ჭორის სხვა არაფერია თუ არა სისხლის ლეგენდის აღორძინება. ებრაელებს უძველესი დროიდან ადანაშაულებდნენ ბავშვების ხოცვაში და მათი სისხლის რელიგიური რიტუალებისთვის გამოყენებაში. ქრისტიანული მითის სახით შუა საუკუნეებში ხელახლა დაბადებულმა, მეფის რუსეთში გადამუშავებულმა, ნაცისტების მიერ არაერთხელ გამოყენებულმა ამ ლეგენდამ საუკუნეებს გაუძლო. სისხლის ლეგენდების უკან მკვლელობათა ეკონომიკური მიზეზები დგას და ეს მიზეზები ყოველთვის არსებობდა. ასე მოხდა ნორვიჩში, სადაც ევროპელი ებრაელები პირველად დაადანაშაულეს რიტუალურ მკვლელობაში. და აქაც, კელცეშიც, აშკარად ჩანს ეკონომიკური მოტივები. ამ დარბევის დროს 42 ებრაელი მოკვდა და 80 დაშავდა. კელცეს პოგრომის სისასტიკემ ბოლო მოუღო ებრაელთა იმედს ნაცისტური ოკუპაციის შემდეგ პოლონეთში ხელახლა დასახლების თაობაზე. რა თქმა უნდა, ომის შემდეგ პოლონელები ნაკლებად ანტისემიტები არ გამხდარან. ებრაელების ქონება ბევრმა პოლონელმა მიითვისა. გასაყოფი აღარაფერი დარჩა. ასე რომ ნებისმიერ დაბრუნებულს ისე უყურებდნენ, როგორც კონკურენტს. უმეტესობას იქ დარჩენა არ უნდოდა. ზოგჯერ იმიტომაც, რომ კომუნისტურ რეჟიმში ცხოვრება არ სურდათ. მაგრამ სად უნდა წასულიყვნენ? ისრაელში? ეს ქვეყანა ჯერ არ არსებობდა. ბრიტანელებმა პალესტინის საზღვარი ჩაკეტეს და იქ ლეგალურად ვერავინ შევიდოდა. შედეგად მოხდა პარადოქსული რამ. ებრაელები აღმოსავლეთ ევროპიდან ისევ გერმანიაში, სატრანზიტო ბანაკებში დაბრუნდნენ და აქ ელოდებოდნენ გადაადგილების ნებართვას. ამ ხალხს სახელით შეარქვეს. იძულებით გადაადგილებული ადამიანები. ასე რომ ევროპაში, მის ცენტრალურ ნაწილში, ჰუმანიტარული პრობლემა წამოიჭრა, როცა 200-მა თუ 300,000-მა ებრაელმა განაცხადა, რომ არ შეეძლოთ, ან არ უნდოდათ გერმანიასა თუ პოლონეთში დაბრუნება. მათთვის ევროპა სასაფლაოდ იქცა. ბევრ მათგანს გაახსენდა, რომ პალესტინაში ბიძაშვილი, ძმა ან ძმისშვილი ყავდა და კარგი აზრი იქნებოდა იქ გამგზავრება. რა უნდა მოვუხერხოთ ამ ადამიანებს, რომლებმაც საშინელი პერიოდი გამოიარეს? გაეროც და შეიძლება ითქვას, მთელი საერთაშორისო საზოგადოებაც ხვდებოდა, რომ ვეტო არ უნდა დაგვედო მათ მოთხოვნაზე და ნება მიგვეცა ეპოვათ საკუთარი სამშობლო. გამხდარიყვნენ მისი მოქალაქეები.
des citoyens. ბევრი გადარჩენილი ებრაელისთვის პალესტინა ყველაზე სასურველი ადგილი გახდა. მათ სურთ შეუერთდნენ აქ მცხოვრებ 600,000 ებრაელს, რომლებმაც ინფრასტრუქტურების, ადმინისტრაციული შენობების, უნივერსიტეტების დაარსებით უკვე ჩაუყარეს საფუძველი ახალ სახელმწიფოს. მსოფლიოს ბევრი ქვეყნის თვალში თავშესაფარი სახელმწიფოს მიცემა ლეგიტიმურობას შესძენდა აქ საუკუნის დასაწყისიდან დასახლებული ებრაელების ბრძოლას. 1947 წლის 29 ნოემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო დადგენილება არაბული და ებრაული სახელმწიფოების გამეჯვნის შესახებ. ეს მისია დაეკისრა ბრიტანეთს, რომელიც ჯერ კიდევ იმყოფებოდა ამ ტერიტორიაზე. არაბულმა მხარემ საზღვრის გავლების გეგმაზე უარი განაცხადა. ბრიტანელებმა მიატოვეს თავიანთი მისია და პალესტინიდან წავიდნენ. 1948 წლის 14 მაისს დავიდ ბენ-გურიონმა ისრაელის ახალი სახელმწიფოს დაბადება გამოაცხადა. ებრაელი ხალხისთვის ეს კოპერნიკის რევოლუცია იყო და ამან თავისი კვალი დაამჩნია როგორც ანტისემიტიზმის ბუნებას, ასევე მის აღქმასა და მის მიმართ დამოკიდებულებას. მე-20 საუკუნეში მიღებული ტრავმების შემდეგ ებრაელებს დაეუფლათ განცდა, რომ აქ მშვიდად იქნებოდნენ. კანონებს მაინც არავინ შეცვლიდა, რადგან ეს ებრაელების ქვეყანა იყო. ისრაელის დამოუკიდებლობის გამოცხადების მეორე დღეს მეზობელმა არაბულმა სახელმწიფოებმა ომი გამოუცხადეს მას და ეს შეეხო ამ ქვეყნების ტერიტორიაზე მცხოვრებ ებრაელებსაც. ერაყისა და იემენის ებრაელები ისრაელის სახელმწიფოს შექმნის გამო გამოცოცხლებული ანტისემიტიზმის პირველი მსხვერპლი გახდნენ. 2 წლის განმავლობაში იქაური მოქალაქეობის დაკარგვის შემდეგ თითქმის ყველამ დატოვა ქვეყანა. იძულებული გავხდით ბოროტმოქმედები ვით გამოუქცეულიყავით საკუთარი ქვეყნიდან. ებრაელები ქუჩაში გამოსვლას ვერ ბედავდნენ. ყველას გვესმოდა, რომ აქ ვეღარ ვიცხოვრებდით. დამოუკიდებლობისთვის ომი მხოლოდ საბაბი იყო. თუმცა არაბულ სამყაროში ებრაელების მიმართ ძალადობის სხვა მაგალითებიც არსებობს. 1948 წელს არაბულ მიწაზე სულ 850,000 ებრაელი რჩებოდა. ამ დროს ყველაზე მეტი ებრაელი საბჭოთა კავშირში ცხოვრობდა. 2 მილიონი. მოსკოვი, 1948 წელი. ისინი მოსახლეობის ყველა ფენაში იყვნენ. ზოგიერთი ქვეყნის კულტურული და პოლიტიკური ელიტის წევრიც კი გახდა. თითოეული მათგანი თავს დაცულად გრძნობდა საბჭოთა რეჟიმის პირობებში, მაგრამ მათთვის რთული, ხშირად შეუძლებელიც კი იყო ებრაული იდენტობის შენარჩუნება. წლის 4 ოქტომბერს გოლდა მეირი, რომელიც საუკუნის დასაწყისში რუსეთიდან პოგრომებს გაექცა, ისრაელის ელჩად დაინიშნა მოსკოვში. საბჭოთა კავშირი იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც ებრაელთა სახელმწიფო აღიარა. მოსკოვის ქუჩებში 10,000 ებრაელი გამოვიდა გოლდა მეირის შესახვედრად. შეძახილებით, ებრაელი ხალხი ცოცხალია, მაგრამ სტალინი ძალიან ეჭვიანია. მისთვის ეს ყველაფერი ებრაული ნაციონალიზმის ღია გამოხატულებაა. გოლდა მეირს დიდი ენთუზიაზმითა და სიხარულით ხვდებიან, როცა ის მოსკოვის სინაგოგაში მიდის. სავარაუდოდ, სწორედ ეს აშინებს საბჭოელებს. ისინი თვლიან, რომ ებრაული საზოგადოება თავს ამ ახალშობილი ისრაელის სახელმწიფოს ნაწილად თვლის. და აქედან იწყება საბჭოთა პოლიტიკის მკვეთრი გადახრა ანტისემიტიზმის მიმართულებით. 2 თვის შემდეგ სტალინი სრულად ანადგურებს ებრაულ ანტიფაშისტურ კომიტეტს და აკვლევინებს მის თავმჯდომარეს სოლომონ მიხოელს. კომუნიზმის დამყარების სურვილით ანთებული სტალინი ყველა რელიგიას ებრძვის და ცდილობს განამტკიცოს სლავური იდენტობა, როგორც საბჭოთა კავშირის გამაერთიანებელი წერტილი. ამიერიდან იკრძალება ყველა ებრაული გაზეთი, გამომცემლობა, თეატრი. სტალინი საჯაროდ აპატიმრებს 1000-ობით ებრაელს.
ჰოლოკოსტის შემდეგ ევროპაში პირველად ვხედავთ რეჟიმს, რომელიც ღიად ატარებს ანტისემიტურ სახელმწიფო კამპანიას. 1952 წელს სტალინმა ჩეხოსლოვაკიის მთავრობის მოშორება და ქვეყნის თავისი გავლენის ქვეშ მოქცევა მოისურვა. 20 ნოემბერს იწყება კომუნისტური პარტიის 14 წევრის სასამართლო შეთქმულებაში ბრალდებით. ბრალდებულთაგან 11 ებრაელია, მათ შორისაა პარტიის გენერალური მდივანი რუდოლფ სლანსკი. პრაღის პროცესის კონტექსტში საბჭოელები მოძველებულ ანტისემიტურ წარმოდგენებს მიმართავენ, რომელთა მიხედვითაც ებრაელი აუცილებლად მოღალატე უნდა იყოს. სლანსკის წარმოადგენენ როგორც სიონისტების მეთაურს. ეს სიონიზმი ახალი ფანდია. ზოგიერთ სიტყვებს ვერ იყენებენ, რადგან აკრძალვები ჯერ კიდევ ძალაშია. მით უმეტეს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ანტისემიტი ვეღარ იქნები. ხო და უბრალოდ აიღეს და მათ ეს სამარცხვინო იარლიყი მიაგერეს. მათ ლექსიკონში სიონისტი ებრაელს ნიშნავს. საიდან მოდიოდა ეს აქციები? სიონისტების უკან, რომლებიც ამ აქციებს წარმართავდნენ, ისრაელი იყო. უკანასკნელი მოწმე საიმონ ორნშტაინი მთელ ისტორიას თხზავს. სიონისტი ლიდერების მიზანი აღმოსავლეთ ბლოკის განადგურება და საიდუმლო სამხედრო ბაზიდან მსოფლიოს მართვაა. ებრაელთა შეთქმულების შესახებ მეფის რუსეთში შეთხსული მითი, რომელიც ნაცისტებმაც გამოიყენეს, ახლა სტალინმა სიონისტთა შეთქმულებად გადააკეთა. 6 კვირის შემდეგ სტალინმა მოსკოვში ახალი სანახაობრივი სასამართლო პროცესი გამართა, თეთრი ხალათების შეთქმულება. კრემლის ექიმებს, ძირითადად ებრაელებს, ბრალად ედებათ საერთაშორისო ებრაული ორგანიზაციების დავალებით კომუნისტი ლიდერების მოწამვლის მცდელობა. სტალინი 3 თვის შემდეგ გარდაიცვალა. იმ დროს მწერალი ვასილი გროსმანი წერდა რომანს, სადაც სასტიკად აკრიტიკებდა საბჭოთა საზოგადოების ქმედებებს ომის დროს და მის შემდეგ. ანტისემიტიზმს შეხვდებით ყველგან. ბაზარში თუ მეცნიერებათა აკადემიაში, მოხუცი კაცის სულსა თუ საბავშვო თამაშებში. ეს არის სარკე დანაშაულებისა, რომლებიც ცალკეულ ადამიანებს, საზოგადოებებს თუ სახელმწიფოებს ჩაუდენიათ. მითხარი, რაში ადანაშაულებ ებრაელებს და გეტყვი თვითონ რაში ხარ დამნაშავე. კგბ-მ ხელნაწერისა და ყველა ასლის კონფისკაცია მოახდინა. საბჭოთა კავშირი რასისტული ქვეყანა არ ყოფილა, მაგრამ მუდმივად ამჟღავნებდა რასისტულ მიდრეკილებებს და ანტისემიტიზმიც ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ შეიძლება ებრაელები ძირითად მტრებად მიიჩნეოდნენ, მაგრამ ისინი მარტო არ იყვნენ. არ უნდა დავივიწყოთ ჩეჩნების, თათრების, კორეელების, უკრაინელების ბედი, უმცირესობებისა, რომლებსაც მასობრივად სდევნიდნენ, თან გაცილებით დიდ მასშტაბებში, მსხვერპლის რაოდენობის თვალსაზრისით. საბჭოთა რეჟიმმა ანტისემიტიზმისკენ მაშინ გადაუხვია, როცა მის უკან მობილიზება დასჭირდა ძალების მოსაკრებად. საუკუნეების წინ გაჩენილი ეს პოლიტიკური იარაღი, ფუნქციური ანტისემიტიზმი ისევ და ისევ გამოიყენება. ანტისემიტიზმზე ზედსართავი სახელი ფუნქციურის დამატება იმის ახსნის საუკეთესო გზაა, თუ რატომ გამოდგა სიძულვილის ეს დოქტრინა ასეთი დღეგრძელი. ეს გამოთქმა ნათლად გვიჩვენებს, რომ ანტისემიტიზმი სხვადასხვა კონტექსტში ემსახურება ადამიანებს, რომლებსაც მართლა სძულთ ებრაელები,
ან დაინტერესებული არიან მათ მიმართ სიძულვილში, ან სხვებს არწმუნებენ, რომ ებრაელების ზულთ. როგორც ჰანა არენდტმა გვიჩვენა, ამ ტოტალიტარული რეჟიმებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მუდმივად მობილიზებული იყვნენ რაღაცისთვის, ან რაღაცის საწინააღმდეგოდ, უფრო მეტად რაღაცის საწინააღმდეგოდ. საბჭოთა კავშირის მსგავსად საკუთარი ძალაუფლების განსამტკიცებლად არაბი ლიდერებიც შიდა მტრისკენ იშვერდნენ თითს. ფუნქციური ანტისემიტიზმი ამ სტრატეგიის ერთ-ერთი ინსტრუმენტი ხდება. 14 ნოემბერს გამალ აბდელ ნასერი, ეგვიპტის პრემიერ-მინისტრი ხდება. თავისი ძალაუფლების გამყარების შემდეგ ის მთელ არაბულ სამყაროს აერთიანებს და მისი უპირობო ლიდერი ხდება. არაბულ მუსლიმანურ სამყაროში თანამედროვე ანტისემიტიზმი ახალ განზომილებაში გადადის. არაბული ნაციონალიზმი ეგვიპტიდან იღებს სათავეს. ნასერი ძალიან იყო დაინტერესებული და აღფრთოვანებული ევროპული, განსაკუთრებით კი გერმანული ნაციონალიზმით. და მანაც იგივე გზა აირჩია არაბული იდენტობის, სუვერენიტეტისა და სიამაყის აღსადგენად და არაბეთის ბედის განსასაზღვრად. მისი მამხილებელი გამოსვლები და ებრაული სახელმწიფოს ამ სიონისტური წარმონაქმნის საწინააღმდეგო პოლიტიკა უფრო ძალაუფლებისთვის ბრძოლასთან იყო დაკავშირებული. ეს ყველაფერი პოლიტიკას უფრო ეხებოდა ვიდრე იდენტობას და ეროვნულობას. ისრაელსა და ებრაელებს თანდათან არაბული სამყაროს გაერთიანების ხელის შემშლელ ფაქტორად წარმოაჩენენ. ეგვიპტეში მათ მეხუთე კოლონას და ქვეყნის ყველა უბედურების მიზეზს უწოდებენ. ეს 2000 წლის წინ აქ გაჟღერებული ბრალდების გამეორებაა. ჩვენი წელთაღრიცხვით 38 წელს ალექსანდრიაში ებრაელებს ეგვიპტის სპარსელებთან შემდეგ კი ბერძნებთან და რომაელებთან დამარცხების მიზეზად მიიჩნევდნენ. საკუთარი მარცხი რამით უნდა ახსნა, ამისთვის ყველანაირი რაციონალური და ირაციონალური განმარტებების ძებნა გიწევს. დაუცებ ხედავ ღია კარს, სადაც ბრალდებათა ულევი მარაგი გელოდება და ყველა მათგანი ანტისემიტურია. შეგვიძლია ვთქვათ, ჩვენ იმიტომ დავმარცხდით, რომ მთელ მსოფლიოში ებრაელები დომინირებენ, იმიტომ რომ შეერთებული შტატები ისრაელს ფულს უხდის, იმიტომ რომ პრესას და მასმედიას ებრაელები მართავენ. ახალი ვერსიით ჩვენ თავად ებრაელებს კი არა, ვებრძოდით რასას, რომელიც ასე თუ ისე დაკავშირებული იყო სატანიზმთან. და ეს კარგად ჩანს 48 წლის არაბულ კარიკატურაში, სადაც ნაცისტური სტერეოტიპებია გამოყენებული. ეს იდეა ისევ წინა პლანზე გამოდის და ისეთივე ეფექტურია, როგორც ადრე. ებრაელებს ეშმაკთან საიდუმლო კავშირში ვადანაშაულებთ და ამით ვამართლებთ იმას, რომ მათი სახელმწიფოს განადგურება ვერ შევძელით. არაბული არ ვიცოდი, მაგრამ მაინც ამოვიცანი ლათინური ანბანით დაწერილი ფრაზები, რომლებიც ბიბლიოგრაფიულ ნაშრომებში გვხვდება. ეს ლეგენდები და ბრალდებები კათოლიკური პოლონეთიდან რუსეთში გადავიდა. ბევრი ქვეყანა მოიარა და ბოლოს არაბულ სამყაროშიც გავრცელდა. სულ ერთია სად ვიქნებით. ამით ყველგან შეიძლება თავის დამშვიდება. ებრაული შეთქმულების პროპაგანდისტვის ნასერის ძმაც მსოფლიოში უძველეს ანტისემიტურ თხზულებას სიონის ბრძენთა ოქმებს იყენებს. ის მის ახალ ვერსიას აქვეყნებს და არაბულ სამყაროში ავრცელებს. გაოცებული დავრჩი, როცა კაიროში ვიზიტისას ბაზარში სიონის ბრძენთა ოქმების არაბული ვერსია აღმოვაჩინე. ცარისტული პოლიციის მიერ შეთხზული ამ სიყალბის უკან დავინახე ადგილობრივი გებელსი.
ისტორია დიდ გავლენას ახდენს ადამიანების ფსიქოლოგიაზე. ისრაელსა და მუსლიმანურ ქვეყნებს შორის ომში ისრაელი იმარჯვებს. ებრაელები უკვე ძველებურად დაუცველები კი არა, ამ შემთხვევაში უძლიერესები არიან. ამან შეიძლება კონკრეტულ ფსიქოლოგიურ რეაქციამდე მიგვიყვანოს. როგორ უნდა აიხსნას ის, რომ ისლამური ტრადიციით ისინი ებრაელებზე მაღლად განან, თუმცა რეალობა სულ სხვა რამეს გვიჩვენებს. ამიტომ თავის დასამშვიდებლად ზოგიერთი ისევ ძველ მეთოდს, შეთქმულების თეორიას მიმართავს. ბერლინი, 1941 წლის 28 ნოემბერი. ისლამისტებიც სხვებივით ებრაული შეთქმულების იდეის პროპაგანდას ეწევიან. ნაცისტების მოკავშირე, იერუსალიმის დიდი მუფთი, ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის დროს გადასცემდა რადიოთი ამ რეფერენს მთელ არაბულ სამყაროს. 1954 წელს მთავარი პროპაგანდისტი ხდება ისლამისტური მოძრაობა ძმები მუსლიმანები, რომლებიც ამ დისკურსის რადიკალიზაციას ახდენს. ამ რადიკალიზაციის სულის ჩამდგმელი ორგანიზაციის ყველაზე გავლენიანი იდეოლოგი საიდ ყუტბია. ის ცნობილია როგორც შეიარაღებული ჯიჰადის თეორეტიკოსი და ავტორი წიგნისა „ჩვენი ბრძოლა ებრაელების წინააღმდეგ“. ყუტბის აზრით, ებრაელობა ინფექციაა და ეს მათ სისხლშია. ამიტომაც არის საჭირო მათი განადგურება და არა ასიმილირება ან რელიგიის შეცვლა. როდესაც ამბობს, რომ ებრაელთა არსი ბოროტებაა, იმას კი არ გულისხმობს, რომ ყველა ებრაელი ბოროტია, არამედ იმას, რომ ყველანაირი ბოროტება ებრაელებისგან მოდის. ებრაელები პასუხს აგებენ ისლამის ყველა უბედურებაზე, მის წინააღმდეგ შეთქმულების გამო, რომელშიც ყველანაირ მეთოდს იყენებენ, მათ შორის ქრისტიანობასაც. და ეს ისლამისტური აზროვნების ჭეშმარიტად ფუნდამენტური ელემენტია. ყუტბმა დიდი გავლენა იქონია ისლამისტ ლიდერებზე. ოსამა ბინ ლადენი, ალ-ქაიდადან, სუდანელი ჰასან ალ-ტურაბი, ჰამასის დამფუძნებელი აჰმედ იასინი, ჰეზბოლას თავმჯდომარე ჰასან ნასრულა, ყველა მისი გავლენის ქვეშ იყო მოქცეული. 1956 წელს ეგვიპტის მიერ სუეცის არხის ნაციონალიზაციის შემდეგ წამოიჭრა კონფლიქტი ისრაელთან, ინგლისთან და საფრანგეთთან. ეგვიპტელი ებრაელები ოფიციალურად გამოაცხადეს სახელმწიფოს მტრებად. მთავრობის დავალებით მეჩეთებში ხალხს ებრაელების სრულად განდევნას პირდებიან. მათ ქონებასა და მოქალაქეობას ართმევენ და აიძულებენ ქვეყნიდან წავიდნენ. მომდევნო 15 წლის განმავლობაში ებრაელთა უმრავლესობამ დატოვა ალჟირი, ტუნისი და ბევრი არაბულ-მუსლიმანური ქვეყანა, სადაც ისინი საუკუნეების მანძილზე ცხოვრობდნენ. ეს გამოწვეული იყო დისკრიმინაციით, დაშინებითა და ძალადობით. ამ ქვეყნებში აღარ არსებობს ებრაული თემები, მაგრამ ანტისემიტიზმი მაინც იზრდება. ებრაელი, რომელიც ყველანაირი ბოროტების სათავეა, სატანასავით უჩინარია. ებრაელი ფიზიკური სხეული არ არის, რომელსაც ვხედავთ. ის ცნებაა და არა ადამიანი. ამ პერიოდში ანტისემიტიზმი ებრაელების გარეშე საზოგადოებრივი აზრის ნაწილში მკვიდრდება, იმდენად რომ სერიოზულ სატელევიზიო გადაცემებშიც კი იჩენს თავს და ეს მისაღები ხდება. ამას ფარული კამერებით გადაღებულ კადრებშიც ვხედავთ, როცა ხალხის გასართობად ადამიანებს ვარწმუნებთ, რომ ისრაელში მცხოვრებ ებრაელებთან ერთად მონაწილეობენ პროგრამაში. ანტისემიტიზმს ტაბუ აღარ ადევს, მას ახლა ისე უყურებენ, როგორც გასართობს. ისრაელის არხია? თქვენთვის არ უთქვამთ? არა. პრობლემაა? რა? პრობლემა რაშია? ვინ ხართ? ეგვიპტელი ხართ თუ ვინ? რომელი ქვეყნიდან ხართ? ვინ ხართ? მაჰმუდ. საიდან ხართ? ებრაელი ხართ? მაჰმუდ, ფარული კამერით ვიღებთ. ისეთი ადამიანი მომიყვანეთ ებრაელს რომ გავს. მეზიზღებიან ებრაელები. მაჰმუდ, გაჩერდი. ებრაელების მიმართ მტრობის გაღვივება იმ ტერიტორიებზე, სადაც ისინი აღარ არიან, თავისებური ფენომენია, რომელთანაც უკვე გვქონდა საქმე გასულ საუკუნეებში.
ანტიიუდაიზმი მხოლოდ ნამდვილ ხორჩესხმულ ებრაელებს არ შეეხება. აზროვნების მთელი სისტემა ჩამოყალიბდა და განვითარდა ებრაელის იმ ხალხის სიმბოლოდ წარმოჩენით, რომელიც შეიძლება ნებისმიერი რამის განსახიერება გახდეს. 1950-იან წლებში ებრაელები მსოფლიოს მოსახლეობის 0.5%-ს შეადგენდნენ. მათი მესამედი 3,5 მილიონი ევროპაში ცხოვრობდა. ისრაელში მათი რიცხვი დაახლოებით 1,600,000 იყო. ახლა კი ებრაული მოსახლეობის ნახევარი ამერიკაში ცხოვრობს. თითქმის 7 მილიონი. მიუხედავად იმისა, რომ აქ ებრაელები თავისუფალი და თანასწორუფლებიანი არიან, რასობრივი ანტისემიტიზმი მაინც იგრძნობა ზოგიერთ ინსტიტუციაში. 20-იანი წლებიდან 60-იანებამდე უნივერსიტეტების უმეტესობა ებრაელი სტუდენტების რაოდენობის შემცირებას ცდილობდა. რასობრივი იდენტობის შესანარჩუნებლად მათ კვოტებიც შემოიღეს. 1950-იანი წლების შუა ხანებში მომავალი მწერალი ფილიპ როთი ნიუ-იორკის რუტგერის უნივერსიტეტის სტუდენტი იყო. მიუხედავად ამ კვოტის დაწესებისგან მიღებული იმედგაცრუებისა, მას სურს ებრაულ-ამერიკული იდენტობის განსახიერება გახდეს. მე და ჩემი თაობის ებრაელი ბავშვები იმ მშვენიერი განცდით ვიზრდებოდით, რომ სხვა ამერიკელებზე ნაკლები უფლებები არ გვქონდა. ჩვენმა წინაპრებმა შტატლებიდან გამოღწევა მოახერხეს. როდესაც ჩვენი ამერიკამდელი ცხოვრების დეტალების შეგროვებას ვცდილობდი, ყველგან ნებაყოფლობით ამნეზიას ვაწყდებოდი, რაც ჩემს ოჯახს არ ახასიათებდა. ერთი მოვლენა ბევრ ამერიკელ ებრაელს აღუდგენს მეხსიერებას და მოგონებებს ანტისემიტიზმის შესახებ. იერუსალიმში ადოლფ აიხმანის სასამართლო პროცესი იწყება. ომის ნაცისტი დამნაშავის ადოლფ აიხმანის სასამართლო პროცესს 1961 წელს დიდი საერთაშორისო რეზონანსი მოჰყვა. ის გახლდათ საბოლოო გადაწყვეტილების გეგმის ერთ-ერთი განმახორციელებელი მეორე მსოფლიო ომის დროს. ეს იყო პირველი სასამართლო, სადაც ებრაელი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის ასამართლებდნენ ნაცისტებს. აიხმანის სასამართლოს დროს ბევრმა ამერიკელმა ებრაელმა პირველად დაინახა სრულად ჰოლოკოსტის მასშტაბები. ამან ებრაელებში ერთგვარი საომარი განწყობა დაბადა. გაჩნდა აქტივისტების ახალი ჯგუფები, რომელთა ლოზუნგი იყო აღარასდროს. და გასაგებია, რომ 50-ან 60-იან წლებში ებრაელები, როგორც პიროვნებები და როგორც აქტივისტები, მონაწილეობდნენ სამოქალაქო უფლებების დამცველ მოძრაობაში. გაჩნდა რაღაც ძალიან ძლიერი და ეს არის შავკანიანთა და ებრაელთა კოალიცია. იყო პერიოდი, როცა შავკანიანი და ებრაელი ამერიკელები ძალიან დაახლოვდნენ და სამოქალაქო უფლებების დასაცავად გაერთიანდნენ. სამხრეთის შტატებში კუკლუქს კლანი არა მხოლოდ შავკანიანებს, ებრაელებსაც ხოცავდა. ამრიგად ჩამოყალიბდა მტკიცე კავშირი ებრაელებსა და შავკანიანებს შორის. ელი ვიზელი. ანტისემიტები ებრაელებს ყველგან ხედავენ. მე ძალიან მინდა დავინახო ანტისემიტი, მაგრამ ვერ ხედავ. იმიტომ რომ დღეს ანტისემიტობა მოდური აღარ არის. 60-იან წლებში გარდამტეხი მომენტია. შეერთებულ შტატებში, ისევე როგორც საფრანგეთში, სულ უფრო და უფრო მეტი ანტისემიტიზმის საწინააღმდეგო რომანები, ფილმები თუ ტელედებატებია. გოლის სიღრმემდე შეგძრავთ ეს ფილმი, რომელიც ნამდვილ ამბავს მოგვითხრობს. ებრაელი ბავშვის და ანტისემიტი მოხუცის მეგობრობის ამაღელვებელ ამბავს. ეს შოკის მომგვრელი რომანი ერთი ოჯახის მაგალითზე მოგვითხრობს ანტისემიტიზმის ისტორიას შუა საუკუნეებიდან დღემდე.
ანტისემიტური გამოსვლები თანდათან ძალას კარგავს. ერთგვარმა სიჩუმემ დაისადგურა. ოფიციალური ანტისემიტიზმი გაქრა. ვეღარავინ გაბედავდა ებრაელებთან ისე ელაპარაკა, როგორც ომამდე, რადგან ებრაელებმა ებრაელების სიკვდილი იხილეს და ახლა უფრო ფრთხილობდნენ და ასე გრძელდებოდა მთელი თაობის მანძილზე. სამოციანი წლები ასევე ანალიზისა და ამ ფენომენის უნივერსიტეტებში შესწავლის პერიოდია. ჰანა არენდტიდან სტენლი მილგრემამდე სოციოლოგები, ფსიქოლოგები და ფილოსოფოსები სიძულვილის უნივერსალურ მექანიზმებს იკვლევენ. გაჩნდა ამ მოვლენის ახსნის ძლიერი მოთხოვნილება. შემიძლია ვთქვა, რომ დღესდღეობით შევძელით ნათელი მოგვეფინა ამ პრობლემის ნაწილისთვის. თუმცა სრულად ვერ ამოვწურეთ ის. ომის დამთავრების შემდეგ პარიზელი ისტორიკოსი ჟიულ ისააკი გამოსცემს წიგნებს ანტისემიტიზმის გენეზისის შესახებ. 60-იანი წლების დასაწყისში მისი სიტყვები სრულად შეცვლიან შეხედულებებს ებრაელებზე. ალბათ მკითხავენ, უпроსწორად უკვე უკითხავთ, რატომ უბრუნდები ქრისტიანულ რელიგიურ ანტისემიტიზმს, რომელიც დღეს მხოლოდ მეორე ხარისხოვან როლს თამაშობსო? რატომ? იმიტომ, რომ მე ისტორიკოსი ვარ და ჩვევად მაქვს მსგავსი პრობლემები მათი არსებობის სრული მასშტაბით შევისწავლო და არა წარმავალი ეფემერული აწმყოს გადასახედიდან. ისტორიულმა კვლევებმა მიჩვენა, რომ ანტისემიტიზმის ფესვები ყველაზე ღრმად გადგმულია ტრადიციულ ქრისტიანულ სწავლებაში, რომელიც თითქმის 2000 წლის განმავლობაში გადაეცემოდა თაობიდან თაობას. (1960 წლის 13 ივნისს ჟიულ ისააკი პაპ იოანე 23-ს ხვდება. ჟიულ ისააკი იოანე 23-ს ეტყვის, რომ ქრისტიანისთვის შეუძლებელია თვალი დახუჭოს იმაზე, რომ ქრისტიანულ მიწებზე ებრაელებს სდევნიან. ამ ინტერვიუში რომის პაპმა განაცხადა, თქვენ იმაზე მეტი უფლება გაქვთ, ვიდრე უბრალოდ იმედის ქონაა. 2 წლის შემდეგ 1962 წლის 11 ოქტომბერს მათ მოიწვია ვატიკანის მეორე კრება, რომელზეც 2300 ეპისკოპოსი ჩამოვიდა მთელი მსოფლიოდან. ისინი მსოფლიოში ეკლესიის ადგილის განსაზღვრაზე მუშაობდნენ და ერთ-ერთ მიზნად ქრისტიანობასა და იუდაიზმს შორის ახალი ურთიერთობის დამყარება დაისახეს. მაშინ ახალგაზრდა სემინარიელი ვიყავი. რომში ბოლო სესიაში მონაწილეობის მისაღებად მივდიოდი. ებრაელ ხალხზე და იუდაიზმზე დადებითი შეხედულების შესაქმნელად აუცილებელი იყო ახალი იდეები. ქრისტიანული აზროვნება სავსეა ეშმაკებით და ეს უნდა ამოიძირკვოს. ეს არის შხამი, რომელიც წამლავს ყველა რელიგიას. პაპი ითხოვს ლიტურგიისა და კატეხიზმოს გადახედვას და ლიტურგიაში მზაკვარი ებრაელების ხსენების შეწყვეტას. 1965 წლის ოქტომბერში, სამწლიანი დებატების შემდეგ, იღებენ დეკლარაციას. მაცხოვრის მიმართ ჩადენილი დანაშაული არ შეიძლება დაბრალდეს განურჩევლად ყველა ებრაელს, არც იმ დროს მცხოვრებთ და არც თანამედროვედ. ებრაელები არ უნდა წარმოვადგინოთ, როგორც ღვთისგან დევნილი ან დაწყევლილი ერი. როგორ არ უნდა იზეიმო ის ფაქტი, რომ ასეთი ფართო, ძლიერი და გავლენიანი რელიგიური ტრადიცია ხელახლა აფასებს თავის წარსულს და აცხადებს,
მე შემიძლია დავგმო ჩემი არსებობის უზარმაზარი ფაზა და ამის შემდეგ მაინც ვიარსებო. 2000 წლიანი ისტორიის მანძილზე პირველად ეკლესია ოფიციალურად წყვეტს კავშირს ანტიიუდაიზმთან. ჰოლოკოსტიდან 25 წლის შემდეგ დასავლეთ ევროპაში ჩნდება ებრაელების საწინააღმდეგო ცრურწმენების საბოლოოდ დასრულების იმედი. 1945-70 წლებში გვქონდა განცდა, რომ ეს ყველაფერი დასასრულისკენ მიდიოდა, რომ ამას თავს დავაღწევდით. მაგრამ ასე არ იყო. მიუნხენი 1970 წელი. 1970 წელს ტერორისტულმა ორგანიზაციებმა და უკიდურესმა მემარცხენეებმა გერმანიაში თავდასხმათა მთელი სერია განახორციელეს. ანტისემიტიზმის ისტორია, როგორც ყველა სხვა, შედგება მემკვიდრეობითობისა და ჩავარდნებისაგან. უკიდურესი მემარცხენე ანტისემიტიზმი სენსაციურად გამოვიდა სცენაზე. 1970 წელს მოხდა არაერთი თავდასხმა, მათ შორის მოხუცთა ებრაულ თავშესაფარზე მიუნხენში, რომელსაც ჰოლოკოსტს გადარჩენილი უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ეს თავდასხმები ნებისმიერ ებრაელს პოტენციურ სამიზნედ აქცევს, საბაბად კი პალესტინის საქმისადმი ყურადღების მიქცევას ახალდება. თუ ანტისემიტიზმის ერთ-ერთი განმარტება ებრაელთა ძალაუფლების გაზვიადებულად წარმოდგენა და მთელი საზოგადოებისა და მსოფლიოს გადასარჩენად ამ ძალაუფლების წინააღმდეგ ბრძოლაა, ისრაელი შეიძლება ამ ყველაფრის განსახიერება გახდეს და ამ ისტორიაში ახალი თავი დაწეროს. ევროპის უკიდურეს მემარჯვენე და ასევე უკიდურეს მემარცხენე მოძრაობებში ვრცელდება რადიკალური ანტისიონიზმი, რომელიც თითქმის აღარ განსხვავდება ანტისემიტიზმისგან. მემარცხენე ანტისემიტიზმი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ გამქრალა. ის ახალ ძალებს იგრებს ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის წყალობით, რომელიც ებრაელების მოძალადის როლში წარმოჩენის საშუალებას იძლევა. მაგრამ აუცილებლად უნდა ითქვას ისიც, რომ მთელი მემარცხენე ფრთა არ არის ანტისემიტური. ზოგი ტროცკისტი და მაოისტი არასდროს ყოფილა ანტისემიტი. ზოგჯერ თავის ანტიკოლონიალისტად წარმოჩენის სურვილი ხელს უწყობს ასეთ ძვრებს. ან დანაშაულებრივ გულგრილობას ისეთ მიმდინარეობებთან მიმართებით, რომლებიც დაუფარავად მტრულ დამოკიდებულებას იჩენენ არა მხოლოდ კონკრეტული სახელმწიფოსადმი, რაც თავისთავად პრობლემაა, არამედ მთელი ერისადმი. ეს კი უკვე ანტისემიტიზმია. ჩემი აზრით, ეს შეიძლება ანტისემიტიზმის წინააღმდეგ წარმატებული ბრძოლის შედეგი იყოს. რადგან ღიად უკვე ვეღარ ვამბობთ, რომ ებრაელები გძულს, ესე იგი, რაღაც შემოვლითი გზა უნდა ვიპოვოთ ამის სათქმელად. 1975 წელს სრულად გამოჩნდა ამ მოძრაობის ძალა. 30 აგვისტოს ლიმაში შედგა 77 მიუმხრობელი სახელმწიფოს, მათ შორის იემენის, შრი-ლანკის, კუბის, ბურუნდის და სხვათა საგარეო საქმეთა მინისტრების კონფერენცია. მიუხედავად უთანხმოებებისა, მათ გადაწყვიტეს დაეგმოთ სიონიზმი, როგორც მშვიდობის ძირითადი საფრთხე მთელ მსოფლიოში. მესამე სამყაროს თეორია, რევოლუციური რიტორიკა, ზოგიერთ შემთხვევებში არა სისტემატურად, უბრალოდ ზოგიერთ შემთხვევაში ისრაელს იმპერიალიზმის მსახურად, ფაშისტურ სახელმწიფოდ, რასისტულ ქვეყნად წარმოაჩენს და მასზე სრულიად ნეგატიურ წარმოდგენას ქმნის. უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაფერი საბჭოთა კავშირიდან წამოვიდა.
ეს იდეა აიტაცეს რევოლუციურმა მთავრობებმა, რომლებსაც საზოგადოების დასაკმაყოფილებლად ან კრიტიკის თავიდან ასაცილებლად განტევების ვაცი სჭირდებოდათ. და ეს იყო ისრაელი. ლიმის კონფერენციიდან 3 თვის შემდეგ 1975 წლის 10 ნოემბერს აღმოსავლეთის ბლოკისა და არაბული სახელმწიფოების ინიციატივით გაეროს გენერალურმა ასამბლეამ, რომლის თავმჯდომარეც ყოფილი ნაცისტი კურტ ვალდჰაიმი გახლდათ, მიიღო რეზოლუცია, რომელმაც სიონიზმი რასიზმის ერთ-ერთ ფორმად გამოაცხადა. გაეროს ეს რეზოლუცია 1991 წელს გაუქმდა, მაგრამ სიონიზმი კვლავინდებურად ასოცირდება რასიზმთან. ზოგიერთისთვის ნებით, ანტირასიზმის სახელით, სხვებისთვის უნებლიეთ, ადამიანის უფლებების დროშის ქვეშ ანტისიონიზმი თანდათან ანტისემიტიზმის ახალი სახე ხდება. სიონიზმს რასიზმთან იმიტომ ვაიგივებთ, რომ ვიცით, რასიზმი ბოროტებაა და ის მორალურად გაუმართლებელია. მე შემიძლია გავაკრიტიკო ისრაელი. შემიძლია მის წინააღმდეგ რამე გავაკეთო. ამას არაფერი აქვს საერთო ანტისემიტიზმთან. რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, ყველას აქვს უფლება აკრიტიკოს ისრაელი. იმ წუთიდან, როცა ანტისემიტიზმში გადავდივართ, წრე სრულად იკვრება, რადგან ის შეურაცხმყოფელი სურათები საუკუნეების მანძილზე რომ ვიცნობდით, ებრაელების წინააღმდეგ გამოიყენება. ცხადია, არიან ადამიანები, რომლებისთვისაც ისრაელის ძალაუფლება უძლებელია. მხედველობაში მყავს მაგალითად პალესტინელი იორდანეს დასავლეთ სანაპიროდან ალ-ღაზადან. თუ ეს ადამიანები ჩათვლიან, რომ მათი სამყაროსთვის მთავარი საფრთხე ისრაელი ან ებრაელები არიან, ეს სულაც არ იქნება ანტისემიტიზმი. პირიქით, გასაგებიც იქნება მათი ცხოვრების პირობების გათვალისწინებით. ამ დროს კი მილიონობით ადამიანისთვის იმის მტკიცება, რომ მსოფლიოს ნამდვილ საფრთხეს ისრაელის არსებობა უქმნის, ეს უკვე სულ სხვა საქმეა. დღეს ნაშუა დღეს რასისტული ხასიათის ტერორისტული აქტი მოხდა პარიზში. საუბარია ბომბზე, რომელიც მე-16 უბნის პატარა ქუჩაზე მდებარე სინაგოგის წინ იყო მოთავსებული. ომის შემდეგ პირველად მოკლეს ფრანგები, რადგან ისინი ებრაელები იყვნენ. 80-იანი წლების დასაწყისში 1970 წელს გერმანიიდან წამოსული ძალადობის ტალღა დანარჩენ ევროპას მოედო. რა გრძნობა გაქვთ ახლა? სირცხვილის, ტკივილის და სასოწარკვეთილების შეგრძნება მაქვს. კვლელობების დაბრუნება, თუნდაც ეს ერთეული შემთხვევები იყოს, დარტყმითი ტალღაა. ასობით ათასი ადამიანი გამოდის ქუჩებში, პარიზში, ვენასა და ანტვერპენში. 80-იან წლებში გაძლიერდა მასობრივი მობილიზაცია რასიზმის წინააღმდეგ. ანტისემიტური გამონათქვამები ისევ დანაშაულად ითვლება ბევრი ქვეყნის კანონმდებლობით. ებრაელების ბედით სულ უფრო და უფრო ინტერესდებიან მთელ მსოფლიოში. ისრაელში, შეერთებულ შტატებსა თუ ევროპაში ხშირდება საბჭოთა კავშირში მცხოვრები ებრაელების მხარდამჭერი აქციები. ევროპულმა საზოგადოებამ სწორედ ამ პერიოდში დაიწყო გენოციდის მასშტაბებისა და უკიდურესობამდე მისული ანტისემიტიზმის შედეგების სრულად გააზრება. ისინი, ვინც ჰოლოკოსტის არსებობას უარყოფენ, მასში ხედავენ ტრამპლინს თავიანთი თეზისის პოპულარიზაციისთვის. ის იმდენად ვრცელდება, რომ უკიდურესი მემარჯვენეების დისკურსის ცენტრალურ ელემენტად იქცევა. ეს ანტისემიტური ფანტაზიაა. ის იდეალურად ესადაგება ძველ კონსპირაციულ იდეებს. როგორ ვაიძულოთ ათასობით გადარჩენილი ჩვენება მისცენ იმის შესახებ, რაც ბანაკებსა და გეტოებში შეემთხვათ. წარმოიდგინეთ ამის მისაღწევად საჭირო შეთქმულებების მასშტაბი. წარმოუდგენელი სიცრუე. ალბათ უთნაურად ჟღერს, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ თუ ებრაული შეთქმულების შესახებ ანტისემიტური ფანტაზიების ისტორიას გადავხედავთ, შეიძლება ჰოლოკოსტი
ამ ყველაფრის დაგვირგვინებადაც მივიჩნიოთ. საპასუხოდ მომრავლდა მოგზაურობები აუშვიცში და გადარჩენილთა ჩვენებები. ინგლისსა და კანადაში შეაქვთ სარჩელი და იგებენ პროცესებს. ისინი ჰოლოკოსტის უარმყოფელთა ანტისემიტური ბუნების დემონსტრირებას ახდენენ. ფრანგი ადვოკატი და იუსტიციის ყოფილი მინისტრი რობერტ ბადენტერი ერთ-ერთი მათგანია, ვინც ამ ხალხს სასამართლოში უპირისპირდება. ახლა თქვენ ისევ გაგიმეორეს. დიახ. ეს კამპანია, ეს თაღლითობა, პოლიტიკურ ფინანსური ანუ ადამიანური სიმართლის ენაზე თუ გადავთარგმნით, ეს ნიშნავს, რომ ყველა, ვინც დაიხოცა, ჩემი მშობლები და დანარჩენი, ყველა შეგნებული იარაღი ყოფილა ებრაელების ხელში და მათ იყენებდნენ რისთვის? რეპარაციების მისაღებად, როცა ამის უფლება არ ექნებოდათ. სიტყვები მნიშვნელობას კარგავენ, როცა მათ თქვენნაირები წარმოთქვამენ. მოკლედ აქ ყველაფერი ცხადია. და სიცოცხლის ბოლომდე, სანამ სული მიდგას, თქვენ, ფორისონ და თქვენი მსგავსნი მხოლოდ და მხოლოდ ისტორიის გამყალბებლები იქნებით. ყველაზე ტრაგიკული ისტორიისა, რომელიც იმედი მაქვს კაცობრიობის მეხსიერებას შემორჩება, როგორც კარგი გაკვეთილი. მას პასუხის გაცემა არ უნდოდა. მაგრამ ვუთხარი და ისევ გავიმეორებ. ისინი მართლაც არიან ისტორიის გამყალბებლები. ნება მომეცით გამოვხატო ჩემი უღრმესი მადლიერება ამერიკელი ხალხისადმი, მისი მთავრობისადმი, კონგრესსა და თეთრ სახლში, მისი უამრავი მხარდამჭერისადმი და გადარჩენილთადმი, განსაკუთრებით გადარჩენილთადმი, იმისთვის, რომ გვეხმარებიან ხსოვნის უკდავყოფაში. ანტიებრაული ძალადობის პირველი დადასტურებული შემთხვევიდან 2000 წლის შემდეგ აღიარებისა და რეპარაციის პოლიტიკა მოქმედდა. ინკვიზიციის დროს ესპანეთიდან განდევნილი ებრაელების შთამომავლები. მადრიდის საშუალებას აძლევს ამ ადამიანებს ესპანეთის მოქალაქეობა მოითხოვონ. ძალიან ძლიერი ჟესტია, რომლის მიზანი 5 საუკუნის წინანდელი ტრაგედიის გამოსწორებაა. როგორ გვაკლდით? ეკლესია აცხადებს, რომ 1144 წელს ინგლისი რიტუალური მკვლელობების აკვანი იყო. ანტისემიტიზმის ისტორიას თუ გადავხედავთ, ზოგიერთი ეძებს კორელაციებზე, წარსულის გამოცდილებაზე აგებულ პროგნოზირების სისტემას. მაგრამ ასეთი სისტემა არ გვაქვს. ჩვენ ვცხოვრობთ, იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ ბოროტება ბრუნდება. ზოგჯერ ზომიერების ფარგლებში, მაგრამ ზოგჯერ ის კატასტროფულ სახეს იღებს. დღეს, როცა გერმანიაში ებრაულ ინსტიტუციაზე თავდასხმას ვუყურებთ, ჩვენ, ყოველ შემთხვევაში, ებრაული თემის წევრები, ვსვამთ კითხვას. ამჯერად ვისი სამიზნე ვართ? ვინ გვესხმის თავს? უკიდურეს მემარჯვენეები, უკიდურესი მემარცხენეები, თუ ისლამისტები? აშკარა ხდება, რომ პრობლემა გვაქვს. ებრაელები ისევ ხდებიან, ასე ვთქვათ, სხვადასხვა დაჯგუფებებისა თუ მოძრაობების სამიზნე. თავდასხმები მოხდა სინაგოგებსა და ებრაელი თემის საკუთრებაში არსებულ შენობებზე. ახალი გამოკითხვის თანახმად ლონდონელი ებრაელები ისლამისტების მხრიდან საშიშროებას გრძნობენ. წელს 386 ანტისემიტური ქმედება მოხდა. ის 120-ით მეტია ვიდრე შარშან ამავე პერიოდში მომხდარი შემთხვევები. უნდა ვაღიაროთ, რომ ეს სიმართლეა, მსოფლიოში ნამდვილად ძლიერდება ანტისემიტიზმი. ამას ვერ ვარყოფთ. იანვრიდან აგვისტომდე ანტისემიტური შემთხვევები 45%-ით გაიზარდა. ანტისემიტიზმის ისტორიაში ახალი თავი იწერება. ის ჯერ არ დასრულებულა, რადგან ჯერ კიდევ ჩვენი ახალი ამბების ნაწილია. ეს ახალი თავი რთული წასაკითხია, ვინაიდან დატვირთულია როგორც იმედებით, ასევე პრობლემებით.
რადგან ანტისემიტიზმი არასდროს დაუგმიათ, არასდროს დაუსჯიათ, დროდადრო ის სრულიად მოუთოკავი ხდება, ზოგჯერ კი კარგად ინიღბება. სიძულვილის თავისუფლების მქადაგებელი თუ სირცხვილის გამო ნიღაბაფარებული ის სხვადასხვა ფორმას იღებს. ზოგიერთი მას გაუცნობიერებლად ავრცელებს. სხვებმა კი პირიქით, კარგად იციან, რა გადმოიღონ წარსულიდან. ბოლო ათწლეულების განმავლობაში ისევ შეინიშნება ანტისემიტიზმის აღორძინება. თუმცა ეს ისეთი აღარ არის, როგორც უწინ იყო. დღევანდელ ანტისემიტიზმს აღარაფერი აქვს საერთო 19 საუკუნის ბოლოს ან უფრო ადრინდელ შუა საუკუნეების ან თუნდაც 30-იანი წლების ანტისემიტიზმთან. ახალი ანტისემიტიზმი ევროპული ქვეყნების ან შეერთებული შტატების კანონების ნაწილი არ არის. მაგრამ გასულ წლებში ხშირი იყო მკვლელობებისა და თავდასხმების შემთხვევები. ამერიკაში პირველად ულტრამემარჯვენეებმა ასეთი თავდასხმები მოაწყვეს პიტსბურგში, ჯერსიში, მანსიში. იგივე განმეორდა ევროპაში. ისლამის სახელით ტულუზის სკოლაში, პარიზში, ბრიუსელში, ვენაში, გერმანიაშიც კი, ქალაქ ჰალეში. ანტისემიტების მხარეს ყოველთვის იქნება ფსევდოარგუმენტები, რომლებითაც ისინი თავიანთ სიძულვილს კვებავენ, რადგან მთელი მათი არგუმენტაციის პრინციპი ირაციონალურია. და სწორედ აქ იმალება ანტისემიტიზმთან ბრძოლის მთავარი დილემა. ამიტომ მნიშვნელოვანია და წარსულშიც ასე იყო, რომ ანტისემიტიზმის წინააღმდეგ რაციონალური მეთოდებით, ცოდნით, განათლებით და საჭიროების შემთხვევაში კანონის გამოყენებით ვიმოქმედოთ.